რა ახლოვებს და რა აშორებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან. ორთვეზე ნაკლები ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე მაღალი დონის დაგეგმილი და შემდგარი ვიზიტები ევროპის დღე და ევროპის კვირეული საქართველოში. ეს არ არის ევროპის როგორც გეოგრაფიული რეგიონის დღე. ეს არის ევროპის როგორც ღირებულებების დღე. მოახლოვებული არჩევნები, ხმაურიანი საკანონმდებლო ინიციატივები და სადაოდ გამხდარი პოლიტიკური რეიტინგები. ვინ როგორ აფასებს სოციოლოგიური კვლევის შედეგებს არჩევნების წინ? დადებით შეფასებას ვერ მივცემ NDI-ის კვლევებს, რადგან ეს ორგანიზაცია საქართველოში მისი მოღვაწეობა ბოლო წლების განმავლობაში ძალსახად ჩანს, რომ ტენდენციურია. კახიკალაძეს მინდა ავუხსნა, რომ ნავაროს და NDI-ის ბრალი არ არის, რომ ქვეყანა გაჩერებულია. ამ კვლევამ აჩვენა ტოტალური იმედგაცრუება ამორჩევლის. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 3-ჯერ გაიზრდება, თუ მეტით არა, უკვე დიმიტრი ლორთქიფანიძის დასახელების შემდეგ მხარდამჭერთა რაოდენობა. რას ფიქრობს მართველი გუნდი კვირის მთავარ პოლიტიკურ თემებზე, რა შეფასებებს აკეთებენ ექსპერტები და ოპოზიციის წარმომადგენლები და როგორია საზოგადოების პოზიცია. პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და ფართო აუდიტორია. დისკუსია პირველ სტუდიაში. მშვიდობის დღეს პარასკევია და ზუსტად 22 საათზე პირდაპირ ეთერშია პოლიტიკური თოქ-შოუ პირველი სტუდია, მე ეკა მიშველაძე ვარ. დღეს ჩვენ ტრადიციულად კვირის მთავარ პოლიტიკურ თემებს შევაჯამებთ სტუმრებთან და აუდიტორიასთან ერთად, რა ვითარებაა ქვეყანაში თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებამდე და ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე ცოტა ხნით ადრე, რაზე მეტყველებს NDI-ის კვლევები, როგორია საარჩევნო გარემო და კიდევ რომელი ევროპელი მაღალჩინოსნების ვიზიტია დაგეგმილი უახლოეს პერიოდში. ამ და სხვა ყველა მთავარ თემაზე ვისაუბრებ ჩვენ დღეს პირველ სტუდიაში. მე წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, რომლებიც გადაცემის მსვლელობის დროს ნაწილი მათგანი შემდეგ შემოგვიერთდება. ჩემი პირველი სტუმარი არის უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ჩემს შეკითხვებს უპასუხებს, ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში უკვე პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ნინო ბურჯანაძე და შემოგვიერთდებიან ექსპერტები. და ჩვენი აუდიტორია, რომელსაც მე დიდ მადლობას ვუხდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო ვიქტორ, მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ მიღებთ მონაწილეობას ჩემს გადაცემაში. პირველ რიგში მინდა დღეს პროკურატურამ შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა რუსთავიორის მოსმენასთან დაკავშირებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამასთან დაკავშირებით მინდა თქვენი აზრი მოვისმინო. რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის ეს ინფორმაცია, თუ უსმენდით, რა თქმა უნდა, და როგორ ფიქრობთ, მოხერხდება თუ არა გამოძიების ისე წარმოება, რომ იყოს ნდობა მის მიმართ და როგორ უნდა მოხდეს აი ესე გამოძიების წარმართვა? მადლობა მოწვევისთვის ეკა, მივესალმები აუდიტორიას, ტელემაყურებელს და პირველ რიგში მინდა 9 მაისის დღესასწაული, ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული მიულოცო განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს. რაც შეეხება დასმულ საკითხს, ვფიქრობ, რომ საერთოდ ერთხელ და სამუდამოდ ის მანკიერი პრაქტიკა, რაც წინათ ხდებოდა, მას უნდა დაესვას წერტილი. ეს იქნება უკანონო მოსმენა, ეს იქნება უკანონო ჩაწერა, რაღაცა ეპოქალური მომენტი იყო ჩემი აზრით თვითონ კომუნიზმის პერიოდში, მერე პოსტკომუნისტურ ეპოქაშიც, სააკაშვილის ეპოქაშიც გნებავთ. განსაკუთრებულად ამოტივტივდა და ბუნებრივია რაღაც ერთგვარი თქვათ მემკვიდრეობის სახით დარჩა ქვეყანაში ჯერ კიდევ. სამწუხაროდ ალბათ. თუ რასთანა გვაქვს საქმე, თქვენ მართალი ბრძანეთ აბსოლუტურად, მიმდინარეობს გამოძიება და მე ვფიქრობ, რაღაცა ბევრი თქვათ ობზერვაციები და ანალიზის კეთება ამ თემასთან დაკავშირებით საჭირო არ უნდა გახდეს. მე იმედი მაქვს, რომ შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები ამას გამოიძიებენ, როგორც წესდარეგია. და საბოლოოდ წერტილი დაესმება ამ ერთ კონკრეტულ მომენტსაც და საერთოდ ნებისმიერი ამგვარი საკითხი. თუ კი არ იქნება მიყოლებული, სულ ესე გაგრძელდება. მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტში საკანონმდებლო რეგულაციებზე მსჯელობას აპირებთ მომავალ კვირას, თუ არ ვცდები. რამდენადაც მივხვდი, თქვენ ბოლომდე მაინც არ იზიარებთ თქვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ასეთი რამ ქვეყანაში არ ხდება, იმიტომ რომ აღნიშნეთ, რომ სამწუხაროდ ეთყობა ხდებაო. როგორ ფიქრობთ, აი ამ კანონის მიღება, რომელზეც მსჯელობას, რამდენად დაასრულებს აი ამ პრობლემას, ზოგადად ეს პრობლემა რამდენად სისტემურად მიგაჩნიათ თქვენ და როგორ მოგვარდება ეს ისე, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს ერთხელ და სამუდამოდ ისე, რომ არ იყოს რაღაც პოლიტიკური ძალების კეთილნებაზე დამყარებული, მოусმენენ თუ არ მოусმენენ თავიანთ მოქალაქეებს. ეს არის ალბათ უმთავრესი ბოლოს საბძანეთ. ერთ დაზუსტება შევიდა, უბრალოდ მე იმას კი არ ვამბობ, რომ დღესაც ხელისუფლების მიერ ხდება, თუმცა შეიძლება ხდებოდეს ვიღაცამ დამოუკიდებლად თუ კი გადაწყვიტა მან და რაღაც ერთპიროვნულად დაინტერესებული მოусმინა და ჩვენ გვახსოვს ალბათ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის
თემა, როდესაც სულ თავიდან იყო ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით, ზუსტად ამგვარი არა, მაგრამ ანალოგიური იყო და ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირება გააკეთა, რომელიც არასდროს არ გაუკეთებიათ, მანამდე გახსოვთ ალბათ. ამიტომ მე ერთმნიშვნელოვნად ამას არ ვამბობ, თუმცა ამგვარი გადმონაშთი შეიძლება იყოს, როგორც ვთქვათ, იმ წრეებში, ვისაც ხელი მიუწვდება ამგვარ მოსმენებზე, არამედ იმაშიც, ვთქვათ, რომელიც ვთქვათ, ახლა აბსოლუტურად გაუგებარი იყო ჩემთვის იგივე დაარეგულირებს თუ არა ეს კანონმდებლობა. ხო, თუ კი 21 დეკემბერს 2012 წლის შედის ის სამსახური, რომელსაც არაფერი არ ესაქმება იქა, ხო? მე სახელმწიფო დაცვის სამსახურს გულისხმობდა იმ პერიოდში გახსოვთ, ჯერ კიდევ უფლება მოვალეობებს ასრულებდა პრეზიდენტ სააკაშვილი. მაშინ რა უნდათ მათი ხანდა რაღაც ამგვარი თანამშრომლობის თქვა საფუძველი რატო გაჩნდა უпростоეთ არ გაჩნდა ნორმალური თანამშრომლობის საფუძველი როგორც გვარამიას ასევე პროკურატურას შორის ანუ ვერ ვკითხავს ბატებს ახლა დეტალებში ჩაწვდომა არ მინდა იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ არც დრო გვაქვს ამისი მე მინდა რომ კანონმდებლობასთან დაკავშირებით მაგრამ უნდა მივიყვანო პირველი რაც შეიძლება კანონმდებლობა უნდა მივიღოთ რაც შეიძლება დროულად ბუნებრივია მე არ გულისხმობ იმას რომ თუ კი სახელმწიფო უსაფრთხოების საფრთხეების გამოწვევებს და ასე შემდგომ რაღაცას ამგვარი აუცილებლობა უკავშირდება რომ უნდა ამოვიღოთ ბუნებრივია უნდა გავითვალისწინოთ ეს სახელმწიფოებრივი მიდგომაც ქვეყნის მთავრობის მაგრამ მეორე მხრივ აუცილებლად საკანონმდებლო დონეზე არის დასამტკიცებელი და მისაღები და მეორე მხრივ რეაგირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს ადეკვატური ანუ გამოძიება უნდა ჩატარდეს მივიდეს ბოლომდე და თუ კი ვინმე პასუხისაგებია უნდა მიეცეს პასუხისგებაში აქ ორი აზრი არა გადავიდეთ ახლა იმ თემებზე რომელიც უფრო ახლოს არის თქვენთან და თქვენ სფეროს უფრო მეტად წარმოადგენს ეს არის თავისუფლების სოლიდარობის ტოლერანტობის და ეკონომიკური კეთილდღეობის საერთაშორისო დღე აი ასე დაახასიათა ევროპის დღე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენად ახლოს არის დღეს საქართველოს ევროპასთან ბატონო ვიქტორ. ბევრად უფრო ახლოს მე ვიტყოდი, ვიდრე თუნდაც იყო 1 წლის წინ. ანუ ის მომწიფება განსაკუთრებით რომელიც შეიგრძნობა საზოგადოებაში, მე ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის რო ხა დღეს აღმასრულებელი იქნება თუ საკანონმდებლო ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს დგავს და მე ალბათ არაფერს არ გადავამეტებ იმაში თუ კი ვიტყვი რომ ნაბიჯები წარმატებულია, ყველაფერს თავი დავანებოთ. რაღაცა გარკვეულმა გარემოებებმა, მათ შორის უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება რაღაცა პედალირება მოახდინა ყველა ამ თემის, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დროზე ადრე ხელმოწერის და ჩვენ ალბათ ივნისის ბოლოს უკვე ალბათ კი არა აუცილებლად მოვაწერთ მოლდოვასთან ერთად ბრიუსელში ამ დოკუმენტს ხელს. საზოგადოებაში შეიგრძნება აბსოლუტურად ნათლად ის რომ მათ მეტი ინფორმაცია ჭირდებათ კიდევაც ფლობენ კიდევაც თუ რა არის ეს იგივე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება რა თქვა სარგებელი შეიძლება მიიღოს ამისგან ქართულმა მოსახლეობამ მაგრამ ეს კიდევ ბოლომდე მე ვფიქრობ არ არის ათვისებული საინფორმაციო წყაროსმა როცა ცნობიერებაზე საუბრობთ რომ იყო გარკვეული შეხვედრები სტუდენტებთან და რაღაც დაინტერესებულ ჯგუფებთან თუმცა თქვენ როგორ ფიქრობთ მთლიანად საზოგადოება მოსახლეობა რამდენად არის ინფორმირებული აი ამ ვამბობდი ზუსტად იმიტომ რომ საერთოდ დაკავშირებით თუნდაც ეს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ უნდა იცოდნენ კიდევ უფრო დეტალურად და კონკრეტულად თუ რა ხდება ჩვენ გუშინდელი ღონისძიება რომ გავაკეთეთ პარლამენტში ეს მარტო ამ დღის აღსანიშნავად არ გაკეთებულა მინდა გითხრათ უფრო მეტად ინფორმატიული დატვირთვა ქონდა ღონისძიებას ვიდრე საზეიმო აპირებთ თუ არა რომ ასე გააგრძელოთ ევროპის კვირეულის მიღმა ზუსტად ესე ვაპირებთ მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ფონდებს პირველ რიგში ახლა გუშინ გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენელი გვეხმარებოდა და გვერდში დაგვიდგა ამ ღონისძიების მოწყობაში გვინდა აი ეს აჩვენეთ კიდევაც თქვენ რეკლამაში სოციალურ რეკლამაში რომ გავიდეს რგოლები რომ ის 8 კარის ასოცირების შესახებ შეთანხმების რა სიტუაცია ეკონომიკური იქნება, სოციალური იქნება, პოლიტიკური, იმიტომ რომ ინტეგრირების საკითხი, ანუ პოლიტიკური ინტეგრაცია ჩვენი ევროკავშირში და უпростоრეთ პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია ეს მარტო ამორცნებას არ უკავშირდება, ეს პირველ რიგში არის დაფუძნებული ღირებულებებზე, ფასეულობებზე, რა ტიპის ქვეყანას აშენებ, საით მიდიხარ და აქედან გამომდინარე რა უნდა გააკეთო. კი, და გარკვეულ სარგებელზე, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს ხალხმა. ეს ოთხივე ვალდებულებაა, ეს არ ნიშნავს, რომ მარტო საქართველოს იღებს ვალდებულებას. ამით ევროკავშირიც გარკვეულს არა ძალიან დიდ ვალდებულებას იღებს თავის ხელს. თქვენ იმყოფებოდით ევროპაში, თუ არ ვცდები გუშინ დაბრუნდით იქიდან, საქართველოში უილიამ ჰეიგის ვიზიტი იყო, მანამდე იმყოფებოდნენ საფრანგეთისა და გერმანიის დიპლომატები, პირველი დიპლომატები, ასევე რამდენიმე დღეში დაგეგმილია ფრანსუა ოლანდის ვიზიტი. რამდენად პროდუქტიულია და რას მიანიშნებს აი ეს ვიზიტები? ამაზეც რომ ვისაუბროთ. და საერთოდ ამგვარ უმაღლესი დონის ვიზიტებს განსაკუთრებით იმ
ვთქვათ, რეგიონალურ პოლიტიკურ კონიუნქტურაში, რომელიც დღეს ჩამოყალიბდა, ხო, ევროპაში, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ამ რუსეთის აგრესიის ფონზე, არის მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ერთგვარი სიგნალი არის, როგორც ქვეყანაში ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ რამე დავიწყებაზე, ყურადღების მოდუნებაზე კი არ არის საუბარი, არამედ პირიქით. ამდენი პრეზიდენტი მით უმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნების, ხო? შეხვედრები იქნება ჩვენი პრემიერის, თქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ საფრანგეთის პრეზიდენტის აქ და ასე შემდგომ. არის მე ვფიქრობ სიგნალი თვითონ რუსეთისთვისაც, რომ ესე იოლად ამ ყველაფრის ესე ვთქვათ, სლენგს ვიხმარ ბოდიში გადაგორება არ ხდება ხოლმე. თუმცა ამავე დროს მარტო სანქციებით შემოფარგლაც ალბათ არ იქნება სწორი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგია. ხო, განსაკუთრებით იმ როცა ჩვენ საუბრობთ იგივე ვთქვათ, არა მხოლოდ ყირიმის პრობლემაზე, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის, სადაც რუსეთი აბსოლუტურად თავისუფლად ვერ ვიტყოდი შეიძლება ბოლომდე, მაგრამ ძალიან ისე თავხედურ ნაბიჯებს დგავს. ამიტომ ევროპამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ მე ვფიქრობ სერიოზული სიგნალი იქაც უნდა გაუშვას. ამიტომ ამგვარ ვიზიტებს აქვს დიდი მნიშვნელობა. მანამდე ჯეიმს აპატურა იყო ნატოს წარმომადგენელი მოგეხსენებათ და ჩვენ მარტო ამ კუთხით არ უყურებთ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ უელსში დაგეგმილია შემოდგომაზე, ადრეულ შემოდგომაზე ნატოს სამიტი და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ნამდვილად იმსახურებს, რომ პროგრესი. მე არ ვიცი ეს იქნება მაპი, მე არ ვიცი ეს რაიმე სხვა იქნება და მართალი გითხრათ, არ მაპზე უფრო მეტი, მაგრამ ის რომ სერიოზული ნაბიჯები ამგვარი ინტეგრაციული ვთქვათ, კუთხით რო უნდა გადაიდგას, მე ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ალიანსისთვის. თქვენ ახსენეთ ასევე რაღაც გარკვეული სიგნალები და არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენი თანაგუნდელის, ერთ-ერთი უახლოესი თანაგუნდელის, თავდაცვის მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება, რომ ეს იყო ნატოს თავდაცვითი სისტემების საქართველოში განთავსების შესახებ. ამ განცხადებას მოგეხსენებათ, რომ არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა თავად თქვენს კოალიციაშიც კი და არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა ამას. რას ნიშნავს აი ეს განცხადება? ეს იყო პირადად ირაკლი ალასანიას განცხადება და ინიციატივა, თო შეგიძლიათ მითხრათ რეალურად განიხილება თუ არა მსგავსი რამ ხელისუფლებაში და გუნდში? მოკლედ შევეცდები გითხრათ, მე ველოდებოდი ამ კითხვას, ბუნებრივია და კარგი კითხვაა. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს თავისი თავდაცვითი რესურსები იქნება თუ შესაძლებლობები უნდა რა თქმა უნდა განავითაროს, რა თქმა უნდა მოიყვანოს ნატოსთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თავსებადობაში და ეს იქნება საჰაერო თავდაცვა, ეს იქნება სანაპირო თავდაცვა, ეს იქნება სახმელეთო ჯარები თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივია ჩვენ ამაზე უკვე დიდი ხანია მუშაობთ, მათ შორის ინფრასტრუქტურული განვითარებით, ტრეინინგი იქნება ეს, განათლების სფერო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროში, მაგრამ დამეთანხმებით თავდაცვაში განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს და აქედან გამომდინარე მე ვერაფერს ამ განცხადებაში განსაკუთრებულს და ისეთ რევოლუციურს ვერ ხედავ. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც ორმხრივი, მინდა გითხრათ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ამაში არა ხარია. განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი, რომელიც არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსი და ამავე დროს ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობთ, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი სწორედ სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობაა. გუნდს რაც შეეხება მაშინაც მინდა გითხრათ ეკა სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო გარკვეული რეაგირება ისეთი მკაცრი. აბსოლუტურად მესმის, შეიძლება გუნდის რომელიმე წევრს ჰქონდეს თავისი გარკვეული მოსაზრება და პირიქით მე უკეთესად მიმაჩნია ის, რომ ამ მოსაზრების დაფიქსირება აღარ არის პრობლემა, როგორც იყო ადრე. თუ არა, გინდა თუ არა, ყველამ უნდა დაეთანხმოს, თქვათ, იგივე თავდაცვის მინისტრის ამა თუ იმ წამოწეულ საკითხს. მაშინ ასე კითხავთ. თუმცა რა თქმა უნდა, გუნდი ერთიანია იმაში, რომ თავდაცვის რესურსების განვითარება და შესაძლებლობების განვითარება არის უმთავრესი ამოცანა ერთ-ერთი საქართველოს თავრობის. მაშინ, როდესაც თქვენი გუნდი აცხადებს იმას, რომ რუსეთის პროვოცირება არ უნდა მოვახდინოთ. აი ეს ინიციატივა თავსდება აი ამ გაცხადებულ პოლიტიკაში. აბსოლუტურად, ჩვენ კი არა, მთელი ევროპა და ევროატლანტიკური თანამეგობრობა მიდის იქითკენ და ცდილობს იმას, რომ რუსეთი დაარწმუნოს. ეს იქნება ნატოს გაფართოება საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის კუთხით. თუ ეს ნებისმიერი ინტეგრაციული პროცესი იქნება, ეს მათ საწინააღმდეგოდ არ მოქმედებს. თავიდანვე ყოველთვის თავდაცვის მინისტრს არაერთხელ განუცხადებია და ჩვენც ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ამგვარი ნაბიჯი არის განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ თავდაცვითი შესაძლებლობები ქვეყანამ შეუთავსოს ნატოსა და ევროკავშირს და ამავე დროს
თავის საფრთხეებსა და გამოწვევებს გაუმკლავდეს, იყოს მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი და არანაირ საფრთხეს არ უქმნის რუსეთს. სტაბილური, ეკონომიკურად გაძლიერებული, ინტეგრირებული ევროპაში საქართველოს პირიქით სტაბილურობის გარანტია ეს რეგიონისთვის და არანაირად რუსეთის თქვათ რაღაცა საპირწონე ან საფრთხის შემცველი არ არის. კარგით, NDI-ის კვლევებსაც შევეხოთ, რომელიც ასევე ამ კვირის ერთ-ერთი მთავარი და საკმაოდ ხმაურიანი თემა იყო, იმიტომ რომ თქვენი გუნდის წევრების მხრიდან ფაქტურად ტოტალური უნდობლობა მოყვა მას, თითქმის ყველამ თქვა, რომ არენდობიან აი ასეთ კვლევებს. რატომ ეს მაინტერესებს და თქვენი აზრი მაინტერესებს, რა თქმა უნდა, NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით. აი კონკრეტულ მონაცემებს არ ეთანხმებით, თუ დავუშვათ ფიქრობთ, რომ ზოგადად თქვენი რეიტინგი თუნდაც მცირედით, მაგრამ მაინც დაკლებულია. როგორც წესი, ნებისმიერი არჩევნების შემდგომ ეს ბუნებრივად ხდება ხოლმე, რომ მოლოდინი ხალხს ყოველთვის უფრო მეტი აქვს ხოლმე, ყოველთვის უფრო ჩქარა გინდა ხოლმე, რომ გააკეთო შენც ხელისუფალს და ამავე დროს ხალხიც რაღაც ყოველდღიურად ახალს ელოდება, ბუნებრივია. და თქვათ არჩევნებამდე რეიტინგი ყოველთვის მაღლა მიდის, მერე ეშვება დაბლა და ასე შემდგომ. ამაში ახალი და უცხო არაფერი არ არის, საქართველოს იქნება ამერიკა თუ ევროპა. მაგრამ NDI-სთან დაკავშირებით ოპოზიციაშიც ზუსტად იგივეს ვამბობდი, ეხლაც იგივეს გეტყვით. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ, NDI იქნება ARI თუ ნებისმიერი სხვა ევროპული თუ ამერიკული ორგანიზაცია, რომლებიც დემოკრატიის განვითარებას ხელს უწყობს და მართლა ბევრი გააკეთეს ამ გასული წლების განმავლობაში, ორი აზრი არ არის ამასთან დაკავშირებით. მაგრამ იმ სეგმენტს, რაც უკავშირდება, ანუ რეიტინგების ჩვენებას, ყოველთვის გახსოვთ. ან საურჭოფო იყო, ან მრავალი მithმა-მოთმა მედიოდა, ბოლომდე ყველა არენდებოდა. ხა გახსოვთ თქვენ ხო ქართულ ოცნებას არჩევნებამდე. ის რომ ირაკლი ალასანიას მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, ესეც საურჭოფოა. არა, გეტყვით მაგასაც. 17% მოგვცეს, ხო, კოალიციას და მე რამდენი ავიღეთ, გახსოვთ ხელისუფლებაში მოვიდა პრაქტიკულად კოალიცია. ამიტომ ძალიან რთული მომენტია და ამას ალბათ ან დახვეწა ჭირდება, ან ტრანსფორმირება თვითონ ამ პროცესის მოდერნიზაცია არ ვიცი, რაც გინდათ ის დავარქვათ. ამიტომ ეს ნორმალურად მეჩვენება. რაც შეეხება ალასანიას, დღეს შეიძლება ალასანია იყოს, სხვა იყოს მთავრობის წევრი, ზეგ სხვა იყოს, ეს ძალიან ნორმალურია. ალასანიას ახლა ისეთ სფეროაბარია, რომ ბუნებრივია ძალიან დიდი ინტერესი საზოგადოებაში და აქედან გამომდინარე მე მაგალითად არ მგონია რომ რაიმე გასაკვირი იყოს მაგაში რომ ირაკლის აქვს ამგვარი რეიტინგი, ბევრი რამე გაკეთდა და კეთდება თავდაცვაში და არა მხოლოდ თავდაცვაში. იგივე ავიღოთ, ხა მე არ შემიძლია არ აღვნიშნო იგივე სერგეენკოს საქმიანობა. გუშინ ჩვენ ძალიან კარგად უყურეთ და ყველა რეიტინგზე მაღალი ჩემთვის არის სწორედ ის საზოგადოება რას ფიქრობს და რას მიიღებს, რომ რა სარგებელი და ბენეფიტი უნდა მიიღოს საზოგადოება. ავიღოთ საყოველთაო სადაზღვეო გნებავთ ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც სოფლიო ბანკი იქნება, USAID იქნება თუ ნებისმიერი სხვა ინსტიტუტი ერთმნიშვნელოვნად აფასებს, რომ ეს არის ძალიან წინადადგმული ნაბიჯი. ეს არის ყველაზე დიდი რეიტინგი ჩვენთვის მე მგონი. კარგით, დიდი მადლობა ბატონო ვიქტორ, უნდა დაგემშვიდობოთ და უკვე გავაგრძელო შემდეგ სტუმრებთან საუბარი, თუმცა გაცემაში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, რეკლამის შემდეგ უკვე ექსპერტებთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად განვაგრძობთ საუბრობს ყველა ამ მთავარ თემაზე, დაგველოდეთ აუცილებლად. პირველი სტუდია დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. დღეს ჩვენ საუბრობთ კვირის ყველა მთავარ პოლიტიკურ თემაზე და მე სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, შემდეგი ბლოკის სტუმრებს. ესენი არიან კახა კახიშვილი, საარჩევნო პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა ტუღუში, გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი, ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტიკის ექსპერტი, რამა საყვარელიძე, პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი და პირდაპირ ეთერში ძალიან მალე ჩაგვერთვება ასევე ნინო ბურჯანაძე, კოალიცია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია. მანამდე მე ექსპერტებთან მინდა ვისაუბრო და აუცილებლად ვისაუბრებთ ჩვენ რა თქმა უნდა მოსმენების თემაზე, აუცილებლად ვისაუბრებთ იმ შუალედურ დასკვნაზე, რომელიც დღეს პროკურატურამ უკვე წარუდგინა დაინტერესებულ პირებს, თუმცა მანამდე მინდა გკითხოთ NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით, რომელსაც პოლიტიკოსების უმეტესი ნაწილი ძირითადად მაინც არ ენდობა. თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად ასახავს აი ეს გამოქვეყნებული მონაცემები დღეს არსებულ რეალობას. კახაში თქვენით დავიწყებ. მე საერთოდ არაერთხელ მათ შორის ამ სტუდიაში განმიცხადებია, რომ არ მჯერა კვლევების, იმიტომ რომ ეს კვლევები, როგორც წესი, გამოიყენება როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რომ ასეთი პოლიტიკური სურათია, მაგრამ იმაზე მეტად შიდა მოხმარებისთვის არ არის, უფრო გარე მოხმარებისთვისაა, შემდგომში ეს კვლევები იგზავნება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სხვადასხვა დიპ წარმომადგენლობაში და უქმნიან სურათს, რომ აი საქართველოში ეს სურათია, ესეთი პოლიტიკური გემოვნება
და ამიტომაც როგორც წესი ყოველთვის არჩევნების დაწყებისთანავე ერთმანეთს ასწრებენ არჩევნების დღემდე და შედეგების შეჯამებამდე 5 კვლევას დებს თითო ორგანიზაცია. ახლა როდესაც ისმის კითხვა, როდესაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ, 5ჯერ სხვაობაა და ვერ არტყავ და არა 65%-ია საუბარი, არამედ რადიკალურად ვერ არტყავ შედეგს, საერთოდ მაშინ ისმის კითხვა, რატო ხარჯავ იმ დონორების ფულს. ხო, მით უმეტეს საზოგადოების დიდი ნაწილი არაერთი წელია ითხოვს, კარგი, უკეთავ. მოდი რა სხვა ორგანიზაციას ერთხელ მაინც დაუკვეთე, შემსრულებელ ორგანიზაციას. კონკრეტულად ამ ორგანიზაციების კვლევებს არ ენდობთ? არა, საერთოდ მე გითხარით, რომ საერთოდ კვლევებს არ ვენდობი, იმიტომ რომ ყველა პოლიტიკოსი ცდილობს ის ნაწილი კვლევების, რომელიც აფიშირებაც ხდება, ამ ნაწილით მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. მაგრამ მეორეა და თუ ერთხელ და სამუდამოდ მართლა არ ჯერავთ, რომ ეს კვლევები საქართველოში არ მუშაობს, აი მაგალითად NDI შეუძლია ჩაატაროს კვლევა. რამდენი ადამიანი ენდობა ჩემს მიერ ჩატარებულ კვლევას. მიიღებს მე პასუხს ისეც რომ მე მგონი აღარც თვითონ აღარ დაიტანჯება და აღარ ჩვენ დაგვტანჯავს. კლაშას აზრიც მინდა მოვისმინო ამ თემაზე. თქვენი აზრით რამდენად ასახავს არსებულ პოლიტიკურ რეალობას ეს კვლევები? ის რა არის საერთოდ ნებისმიერი ცივილური საზოგადოება ქვეყანა სარგებლობს კვლევებით. ახლა მე ესმის ახას ასე თქვა სკეპტიკურობის საფუძველი, მაგრამ ეს არის აუცილებლობა, რომელიც გვინდა არ გვინდა, უნდა გაკეთდეს. ახლა რაც შეეხება ზოგადად როგორ გავაუმჯობესოთ სიტუაცია, როგორ შევცვალოთ დამოკიდებულება ესეთი თემაა რა, საინტერესო თემაა. ჩვენ გვინდა არ გვინდა უნდა ვისარგებლოთ ამ კვლევების შედეგებით, იმიტომ რომ ვიცოდეთ საზოგადოების განწყობები, ვიცოდეთ ანუ გარკვეულ სურათს თქვენთვის ეს მაინც ქმნის. რა თქმა უნდა, ახლა მე მახსოვს ძალიან უცნაური სურათიც, როდესაც ვითარება აცდენილი იყო კვლევას, ანუ რეალობა აცდენილი იყო, შედეგ მაჩვენა, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოებაც იზრდება, მოთხოვნა ეზრდება, ცოდნა ეზრდება და ესე ადვილად მოსატყუებელი აღარ არის, როგორც თქვა, რამდენიმე წლის წინ იყო. აქედან გამომდინარე, უფრო ფრთხილობენ, როდესაც კვლევებს ატარებენ, იმიტომ რომ ბევრი ამას დაკარგავთ, თუ ცუდად იკვლევენ. ცხადია, გვჭირდება კვლევები, ზოგადად ამავე დროს ამ კვლევასაც შეეხება მე ვფიქრობ, რომ პრინციპში რაღაცა ზოგადად ასურათიც არის, ძალიან საინტერესოა, საგულისხმოა, ეხლა პოლიტიკოსებს ხადია ბევრს არ მოწონს და მეტნაკლებად რეალობა ასახა თქვენი აზრით. იცით რა არის, ზოგადი ტენდენციები, ჩემი აზრით, დღეს რაც არის, ჩემი აზრით მეტნაკლებად ადეკვატურად აისახა. შეიძლება რაღაცები დაემატებინათ იმ კითხვების სახით და სხვა რაღაცები გამოიკვლიათ, მაგრამ ჯამში არ მგონია რომ ახლა დიდი განსხვავება იყოს. ახლა სურათი ისეთია რომ ოცნება დღეს რო ლიდერია, ახლა შეიძლება ბევრს არ მოწონდეს და მიაჩნდეს რომ თვითონ არის დღეს ყველაზე მაგარი, მაგრამ ესა ფაქტია და ახლა როგორც არის გადანაწილებული ზოგადად ეგეთ სურათი მგონია რომ არის. კარგით, და ხათუნა, NDI-ის კვლევებზე საუბრისას თქვენ განაცხადეთ, მე ვნახე ეს განცხადება, რომ საქართველოს საინფორმაციო ველი რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ მონოპოლიზებული და მათი მიზანია კაპიტულანტური განწყობის გაზრდა. რატომ ფიქრობთ ასე? ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებულ მონაცემებს გულისხმობდით თუ რატომ? არა მხოლოდ უროდოსიტყვით ამ კვლევის პოლიტიკურ მდგენელზე მე გამოვყოფდი უბრალოდ გავყოფდი ორ ნაწილად. ერთი ისედაც საუბარია იმაზე, რომ მმართველი კოალიცია კარგავს რეიტინგს და პოპულარობასა და მხარდაჭერას მე ამაში ვითანხმები კვლევის შედეგებს, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც საქმე მიდგება პერსონალურ რეიტინგებზე, უბრალოდ მოწონების ხარისხზე, აქ ცოტა არ იყოს კომიკური სურათი გვაქვს, როდესაც სულ მცირე დავით ბაქრაძის რეიტინგი უტოლდება ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს. ამ რაკურსში მაინც ამ კვლევის სანდოობა, როგორც გითხარით, უფრო კომიკურის ასპექტში გადადის, ვიდრე რეალურ სურათს უახლოვდება და მე ისიც ვთქვი ამ კვლევის ასე ვთქვათ, ამ კონკრეტული კითხვის შეფასებისას, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში გრძელდება ტრადიცია სოციოლოგიური კვლევების პოლიტიკური იარაღად, პოლიტექნოლოგიური იარაღად გამოყენებისა.
მაგრამ ამას ამ კონკრეტულ კითხვაზე მიღებულ პასუხს ერთი სავალალო ასე ვთქვათ შედეგიც ახასიათებს. სამწუხარო ტენდენციაა, რომ ბოლო წლების მანძილზე რატომღაც სოციოლოგიური კვლევების დამკვეთებს, ჩამტარებლებს თუ ავტორებს თუ შემდეგ უკვე მათ ვინც ამის პრეზენტაციას ახდენს ტრადიციად ექცათ, როგორც გითხარით, სამწუხარო ტრადიციად ექცათ საზოგადოების შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვიღებდით იმდენად დაუჯერებელ შედეგებს, რომ ამისი მიწოდება და თავსმოხვევა საზოგადოებისთვის აპრიორი ნიშნავს იმას, რომ შენ ამ საზოგადოებას პატივს არცემ, ვინც გონია რომ ამ კვლევის შედეგებს აითვისებს და მიიღებს, მაგრამ ეხლა თლად უცნაურ რამესთან გვაქვს საქმე, როდესაც თავად ასე ვთქვათ ავტორები და ჩამტარებლებიც არცემენ ასე ვთქვათ პატივს საკუთარ პროფესიონალიზმს, იმიტომ რომ ზოგადად პირველი 7-ეული ამ ასე ვთქვათ მოწონების რეიტინგებისა ისეა განლაგებული, რომ თითქოს და მიზნად ისახავს ხელისუფლებაში ისედაც არსებული დაპირისპირებების, ქვედადინებების და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, გამწვავებას, მაგრამ ობიექტურები უნდა ვიყოთ და მე ძალიან მინდა მივუბრუნდე აი რუსეთის მიერ საქართველოს საინფორმაციო სივრცის მონოპოლიზების თემას, მაგრამ ობიექტურები უნდა ვიყოთ, აი დღეს თუ ჩვენ დავაკვირდებოდეთ საინფორმაციო სააგენტოებს, თავად ხელისუფლება იძლევა იმის საბაბს, რომ ის არ არის ერთიანი და ძალიან ბევრ სტრატეგიულ მიმართულებასთან დაკავშირებით პოზიციები არის სრულიად განსხვავებული. და რუსეთის აი ამ მონოპოლიზებასთან დაკავშირებითაც კი ბატონო, უბრალოდ მინდა რომ აი ქრონოლოგიურად მივიყვეთ დღევანდელ დღეს, ძალიან უცნაური იყო. გამოდის უშუალოების საბჭოს მდივანი და ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრის ინიციატივა არ იყო შეთანხმებული უმაღლეს მთავარ სარდალთან. გამოდის ესე იგი თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია უკვე და აღმასრულებელი ხელისუფლება გაიარა, პრეზიდენტს ართმევს მობილიზაციის ფუნქციას საომარ მდგომარეობაში, ანუ ამ შემთხვევაში უკვე დაპირისპირება პრეზიდენტსა და როგორც საკანონმდებლო, ასე აღმასრულებელ გოლს შორის პრეზიდენტი საერთოდ არ გახლავთ ინფორმირებული 26 მაისის აღლუმზე, როდესაც ის კონსტიტუციით არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი. თუმცა მან განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის უფროსი მონაწილეობს ამ კომისიის ხდომებში. გასაგებია, მაგრამ 26 მაისთან დაკავშირებით და რაც კითხვები არსებობს საზოგადოებაში, სწორედ აი ამ გამგებარ სიტუაციას უკავშირდება. პოლიტიკა თქვენთვის რაზე მეტყველებს? და თავად პარლამენტის შიგნით დეპუტატები ვერ ჩამოყალიბებულან იმაზე თავდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებული ნატოში განცხადება იყო ნაადრევი, თუ იყო დროული და რამდენად საჭიროა ამ ქვეყნისთვის. ერთის მხრივ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას არ ყავს ძლიერი და კონკურენტუნარიანი ოპოზიცია, რომელიც დააბალანსებდა ხელისუფლებას, ჩემთვის პირიქით მისასალმებელია, რომ ხელისუფლება არ არის ერთი სახის, ერთ ავტორიტარულ სიმღერას არ გვიმღერის და თავად ეს შიგნით წინააღმდეგობები თუ აზრთა სხვადასხვაობა აბალანსებს და უფრო დემოკრატიულ ხდის პროცესს, მაგრამ მეორეს მხრივ აი ასეთი პოლიტიკური მანიპულაციების საშუალებას იძლევა, რომელიც ჩვენ მივიღებთ თქვა აი ამ პოლიტიკური რეიტინგების კუთხით, ხო, პერსონალური რეიტინგების. რაც შეეხება იმას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმტკივნეულესი და უმნიშვნელოვანესი პრობლემა თანამედროვე საქართველოს უსაფრთხოების, იმიტომ რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სრულად აქვს მონოპოლიზებული რუსეთის სპეცსამსახურების მიერ წარმოებულ საინფორმაციო პოლიტიკას ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. და მე მიჩნდება ლეგიტიმური კითხვა, საქართველოს ხელისუფლება რატომ არ იმჩნევს და რატომ არაფერს აკეთებს აი ამ საინფორმაციო ნაკადების გასანეიტრალებად, იმიტომ რომ ამ საინფორმაციო ნაკადების მთავარი მიზანი არის საქართველოს საზოგადოებაში მოამზადოს კაპიტულანტური განწყობები რუსეთის მიმართ. ის რაც რუსეთმა აკეთა უკრაინაში წლების განმავლობაში და დღეს უკრაინა მიიღო რეალობა, თუმცა იქ სრულიად სხვა ეთნიკური შემადგენლობა იყო, როცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მზად არის რუსეთს ფეხქვეშ გაეგოს, ეს საინფორმაციო პოლიტიკა და ნაკადი ემსახურება სწორედ ამ მიზანს. და ვამთავრებ უკაცრავად, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებშია აუცილებლად და სასწრაფოდ მონახოს მექანიზმი აი ამ საინფორმაციო ნაკადების რეგულირების. კარგი, ბატონ რამაზ, NDI-ის კვლევებს რო დაუბრუნდეთ და შემდეგ უნდა ჩავრთო უკვე ჩემი შემდეგი სტუმარი, რა მიზანი აქვს ზოგადად ამ კვლევებს? მაინც თან მით უმეტეს მაშინ, როდესაც რაღაც უნდობლობის ხარისხი გამოდის, რომ ასეთი დიდია და აი უნდობლობა მაინც რომლის მიმართ უფრო მეტია, პოლიტიკური ნაწილის თუ დაუშვათ საზოგადოებრივი განწყობის სამსახველი ნაწილის მიმართ? ინტერესიც მეტია და უნდობლობის ხარისხიც მეტია. თუმცა მე მგონი წელს საკმაოდ საინტერესო იყო ის საზოგადოებრივი ასე ვთქვათ ნაწილი. მაგრამ ხარო დაუბრუნდე
იმ ვერსიების წრეს, რომელიც გამოითქვა, თითქმის ყველას ვეთანხმები ოღონდ ნაწილ-ნაწილ. უცხოეთისთვის უნდათ ეს გამოკვლევები, აბსოლუტურად ვეთანხმები კახის. ოღონდ ამავე დროს ადგილობრივში მათ გაჩნია დამკვეცრა უნდა. არტოვებს ნავარო იმ ადამიანის დაბეჭდილებას, რომელსაც დამკვეთი არ ყავს, კონკრეტული შედეგის დამკვეთი, სწორედ იმიტომ, რომ არ უშვებს ხელიდან იმ გუნდს, რომელიც ამ შედეგს უკვე უცხობს რამოდენიმე წლის განმავლობაში. თქვენ რედაქციაში რო ითქვას, რომ ეს რომელ გუნდს გულისხმობთ? კომპანია, რომელიც ასრულებს, აღარ მახსოვს სახელი. ნაკამათებიც ვარ ეთერში და არც თუ ისე დამარწმუნებელი იყო. თქვენთან რედაქციაში რომ რამოდენიმეჯერ აღინიშნოს მაყურებლის მხრიდან რომ აი ეს ჟურნალისტი ტენდენციურია. რედაქტორი იმას ხო გადაწევს გვერდზე. დობას თუ ამცირებს. ესა თუ ის ჟურნალისტი. ერთხელ მაინც. ხა წარმოიდგინეთ ნავარო, რომელმაც არ გადაწია გვერდზე, ესე იგი რაღაცაშია დაინტერესებულია, რომ იყოს ტენდენციური, ანუ პასუხისგებლობა ამ შედეგების ტენდენციურობაზე ერთნაირია შემსრულებელსა და ნავაროს. შეიძლება ნავაროზე უფრო დიდიც. ეხლა რა რისი პასუხისგებლობა და რისი დამკვეთი? ნავარო როგორც ჩანს მუშაობს არა ხელისუფლების დაკვეთით, არამედ ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით. იმიტომ რომ თუ ადრე ხელისუფლებას აინტერესებდა, ხელისუფლების ინტერესში იყო მაღალი რეიტინგის ჩვენება, რომ მერე გაყალბებული შედეგებით ეს რეიტინგი, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან სინქრონიზაციაში მოსულიყვნენ რეიტინგი და შედეგი და ეს სამზარეულო ვიცით, რომ გრძელდებოდა რამოდენიმე არჩევნებზე. ოცნების გამარჯვების მერე ნაციონალების მიზანია დაიმკვიდრონ მეორე ადგილი. და ეს არ არის აკვიატება. მათ თუ დაიმკვიდრეს მეორე ადგილი, ისინი თავს ასაღებენ ძირითად ოპოზიციად და თუ ძირითადი ოპოზიცია არიან, მაშინ სამართლებრივი დევნა იღებს უკვე პოლიტიკურ ჟღერადობას. კარგით, მოდით. ერთი წუთით. თუ ისინი მესამე ადგილზე გავლენ, მაშინ გაუგებარი იქნება, რატომ მის სამართლებრივი დევნა რატოა მესამე ადგილზე გასული პარტიისთვის და დაუშვათ არ იქნება მეორე ადგილზე გასული პარტიისთვის. ისე რომ ეს არის თვითგადარჩენის ამ შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი მექანიზმი და ნავარო ამას ემსახურება. მოდით ახლა ამ თემებზე საუბარს მე გავანვაგრძობ ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც უკვე გველოდება პირდაპირ ეთერში უნდა ჩაგვერთოს. ქალბატონო ნინო, მოგესალმებით. გალოდინებ. თუმცა მაინც მოვიდა უკვე დრო, როდესაც თქვენთან გვაინტერესებს და რამდენიმე შეკითხვა მაქვს. NDI-ის თემა გავაგრძელოთ, მოდით. აი იმ კომენტარებიდან, რაც მოვისმინე NDI-ისთან დაკავშირებით, რაღაც თქვენი მხრიდან უნდობლობის დაფიქსირება, მე მგონი არ გამომრჩენია, ყოველ შემთხვევაში არ მომისმენია. თუმცა უფრო რადიკალური იყო თქვენი კოალიციის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც აცხადებს, რომ NDI-ის პოლიტიკური მიზნებისთვის NDI იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის ხელისუფლება, ყოფილი ხელისუფლება უпроსტორად და აი ამ კვლევებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთანო. თქვენ თუ იზიარებთ აი ამ პათოს და აი ამ შეფასებას? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისათვის, რომ ვესაუბრო ჩვენს ტელემაყურებლებს, მივესალმებით თქვენ სტუმრებს. ახლა რაც შეეხება NDI-ისთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია ზოგადად საქართველოში ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით არ იცვლება განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისაგან, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს იგივე ქართული ოცნების პოზიცია, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე ყველა ერთად უნდობლობას უცხადებდა NDI-ის კვლევას, ამას ლამის დიპლომატიური სკანდალი მოყვა. შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ უცებ გაუჩნდათ, ესე ვთქვათ, ნდობის ელემენტები NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით, ეხლა ისევ არ ენდობიან. მე ერთმნიშვნელოვნად ვამბობდი ყოველთვის და ეხლაც ვიმეორებ, რომ ნამდვილად არ ვენდობი პრაქტიკულად არც ერთ ჩატარებულ კვლევას საქართველოში, მათ შორის არც NDI-ის კვლევასაც. თავისთავად თუნდაც ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად დემოკრატიული მოძრაობა თითქმის როგორც პარტია ან ოპოზიციური ძალა არ არის დაფიქსირებული და
ოპოზიციურ ლიდერებს შორის საერთოდ არ ფიგურირებს შემდგარი თქვენი პარტიის რეიტინგით ანუ უკმაყოფილო ხართ ქალბატონი ნინო? მე ჩემი პარტიის რეიტინგით ძალიან კმაყოფილი ვარ რეალური რეიტინგით. NDI-ის კვლევაში ასახულ რეიტინგს გულისხმობდი. საერთოდ არ არის ჩვენი პარტია იქ ნახსენები, მაგრამ არის ერთი ძალიან საინტერესო რამ, რაც სხვათა შორის ჩემთვის ძალიან გასაოცარიც აღმოჩნდა და სასიამოვნოც, რომ ეთყობა იმდენად მაღალია ჩვენი რეიტინგი, რომ იძულებულნი გახდნენ დაეწერათ ციფრი, რომელიც მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო, ანუ გამოკითხულებს დაუსვეს ესეთი შეკითხვა, რამდენი პროცენტი დაუჭერდა ნინო ბურჯანაძის ვის კანდიდატს მისცემდით ხმას? დასახელებულ კანდიდატს ხმას და მიუხედავად იმისა, რომ გვარი არ ფიგურირებდა, იმიტომ რომ ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე არ იყო დასახელებული საერთოდ ჯერ იმ პერიოდში, ჩვენს კანდიდატად 9%-მა მოსახლეობის თქვა, რომ ვინც არ უნდა დაასახელოს ბურჯანაძის კოალიციამ დაუჭერდა 9% მოსახლეობის ამ კანდიდატს მხარს, მაშინ როდესაც მელიას თქვა მხარს უჭერდა 10%. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გაცილებით წინა ვართ ვიდრე ნაციონალური მოძრაობა, მით უფრო, როდესაც დავასახელეთ ძალიან ღირსეული კანდიდატი ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძის სახით. მე აქ დავეთანხმები ჩემს გამომსვლელებს, სამწუხაროდ ამ კვლევამ კიდევ უფრო გააღრმავა ის ხედვა მოსახლეობის, რაც რეალობასთან ახლოს არის, რომ დაპირისპირება ხელისუფლებაში არის ძალიან სერიოზული და ძალიან უცნაური რეიტინგები დაალაგდა თავად ხელისუფლებაში არსებული პირების მიმართ და მე დამჩერშდა დაბეჭდილება, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, შეიძლება ეს არ იყოს პირდაპირ NDI, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ხალხი, ვისაც NDI გამუდმებით რატომღაც უკვეთავს კვლევას, რომ ადამიანები მუშაობენ კონკრეტული პიროვნებების წინ წამოწევაზე, მათი რეიტინგის გაძლიერებაზე და ხელოვნურად ამაღლებაზე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზული სცენარებია სახელმწიფო გადანაცვლების ჩაფიქრებული, მით უფრო რომ არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ ძალიან ბევრი ხედავს ქართული ოცნების აბსოლუტურ უნარობას, სისუსტეს და სრულიად არ არის მოულოდნელი, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული და ქვეყნისათვის მძიმე გადაჯგუფებების მოწმენი. ქართული ოცნება ახსენეთ თქვენ და თქვენი ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება არის ასეთი, რომ ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენ და სამართლიანობის აღდგენა ეს არის დაპირება. ასეთივე დაპირება ქონდა ქართულ ოცნებასაც. ანუ თქვენ თვლით, რომ მათ ვერ მოახერხეს ეს და თქვენ ამას განახორციელებთ და როგორ განახორციელებთ ესეც რომ გითხრათ. იცით რა შეასაქმე, განსხვავებით ქართული ოცნებისაგან, რომლის წარმომადგენლები ძალიან ინტენსიურად ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობდნენ ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს და სინამდვილეში ესე ვთქვათ თანამშრომლობდნენ და თან იძახდნენ რომ ოპოზიციაში ვართო, განსხვავებით ამ ადამიანებისაგან, მე და ჩემი თანამებრძოლები, როცა ვამბობდით რომ ვართ ოპოზიციაში, ყოველთვის ვიყავით ოპოზიციაში და რეალურად ვებრძოდით ნაციონალურ მოძრაობას და ვიბრძოდით სამართლიანობის დამკვიდრებისათვის. ის ძალები, რომლებიც აბსოლუტური უმრავლესობა დღეს წარმოდგენილია ქართულ ოცნებაში, იბრძოდნენ არასამართლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გადარჩენისათვის, არამედ ხელისუფლებაში მოსვლისათვის, მოვიდნენ კიდეც ხელისუფლებაში და ძალიან მალე დაივიწყეს სამართლიანობის აღდგენა. მე არ მინდა სამართლიანობის აღდგენაზე ვისაუბრო, მანამ ვიდრე არ ვიტყოდი იმას, რომ დღეს არის 9 მაისი, მე მინდა მივულოცო ყველა ომის ყველა ვეტერანს ეს დღესასწაული, მათი ოჯახის წევრებს და ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც რეალურად მართლაც გააზრებულად ხვდება, რამოდენა ჭირი მოაშორა მსოფლიოს 69 წლის წინ მებრძოლმა ადამიანებმა და მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ასევე აღდგენა ჭირდება, არის ისიც, რომ დღეს არც ერთ ток-შოუში არ მოიძებნა დრო იმისათვის, რომ 10 წუთი მაინც ჩვენი ვეტერანები, მათი ნაწილი დაგოსვა პირდაპირ ეთერში, მიემართათ მათ ახალგაზრდებისათვის ეთქვათ საზოგადოებრივი მოუწყებლის მეორე არხზე ამ წუთებში თუ არ ხდები ისინი მეორე არხია, პირველი არხი რუსთავიორი და იმედი კიდევ მაინც სხვა არის და მე მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებთ მე და ჩემი თანაგუნდელები იმისათვის, რომ ამ ადამიანების მიმართაც აღდგეს სამართლიანობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ვატკინეთ ჩვენს ვეტერანებს სრულიად დაუმსახურებლად გული და ძალიან უსამართლოა ის გარემო და ის რეალობა, რომელშიც ამ ადამიანებს უწევთ თავიანთი ცხოვრების ბოლო წლების გატარება, ასე რომ კიდევ ერთხელ ვილოცავ მათ და ვპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ იგრძნონ, რომ ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მართლაც გაცილებით უკეთეს რეალობაში იცხოვრებენ. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენის სხვა მიმართულებებს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი,
რომ ქართულ ოცნებას არაფერი არ გაუკეთებია იმისათვის, რომ სამართლიანობა აღედგინა. პირველივე დღიდანვე დაიწყო მახინჯი კოაბიტაციური რეჟიმით მუშაობა ნაციონალურ მოძრაობასთან. მე პირველივე დღიდანვე ვაფრთხილებდი ქართულ ოცნებას, რომ ეს გამოიწვევდა ნაციონალური მოძრაობის გაცოცხლებას. და ის რომ ნაციონალური მოძრაობა გაიყვანეს მეორე ადგილზე საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეს იყო დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ამით ჩემთვის ქვეყანა ნამდვილად არ დაქცეულა, ნამდვილად შემიძლია გითხრათ და ეს ჩემთვის ტრაგედია ნამდვილად არ არის, რომ მე ვთქვათ პრეზიდენტი ვერ გავხდი ან თუნდაც მეორე ადგილი არ დამიწერეს, მაგრამ ქვეყნისთვის ნამდვილად ძალიან ცუდია. ქვეყნისთვის ცუდია ის, რომ პრეზიდენტი გახდა ადამიანი სხვისი ხათრით არჩეული, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ადამიანს გაუნაწყენდა და დღეს არც ელაპარაკებიან ერთმანეთს. ქვეყნისთვის ცუდია ის, რომ ქვეყანას დღეს ფაქტიურად არ ყავს მთავარსარდალი. ქვეყნისთვის ცუდია ის, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილებას უკვეცავენ ისე, რომ პრეზიდენტი ამის თაობაზე ლამის ტელევიზორიდან იგებს. ქვეყნისათვის ცუდია ის, რომ თავდაცვის მინისტრი აკეთებს არა მარტო უპასუხისმგებლო, არამედ დანაშაულებრივ განცხადებას, რომელსაც შეიძლება ქვეყნისათვის უმძიმესი შედეგები მოყვეს. ქვეყნისთვის ცუდია ის, რომ ქვეყანაში არის არაკომპეტენტური გუნდი, გაუბედავი გუნდი და ეს ქმნის იმის საფრთხეს, რომ როგორც ბატონმა რამაზმა ბრძანა, ნაციონალური მოძრაობის კვლავ ხელოვნურად მეორე ადგილზე გაყვანის შემთხვევაში, ნაციონალურ მოძრაობას უჩნდება რეალური შანსი ხელისუფლებაში მობრუნების და აი რა ჯოჯოხეთს მოგვიწყობენ მერე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ეს ძალიან ადვილად წარმოსადგენია. თუმცა ეს ჯოჯოხეთი არ შეეხება არც რესპუბლიკურ პარტიას, არც იმ ადამიანებს, ვინც ძალიან კარგად არიან დღეს ჩახუტებული ნაციონალურ მოძრაობასთან და ვინც ყოველთვის ნაციონალურ მოძრაობასთან მშვენივრად პოულობდა საერთო ენას. კარგით, მოდით საარჩევნო გარემოზეც მინდა თქვენი მოსაზრება მოვისმინო, თქვენ უკმაყოფილება გამოხატეთ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, აი კონკრეტულად რა პრეტენზიები გაქვთ და არის თუ არა ეს გარემო უკეთესი, ვიდრე იყო თუნდაც გასულ წლებში? იცით რაშია საქმე, ეხლა უკეთესი ნამდვილად არის, იმიტომ რომ არის რა თქმა უნდა განუზომლად უფრო თავისუფალი. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომელიც მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში ხედავს პოლიტიკურ მოვლენებს. უდაოდ ქართული ოცნების დამსახურება არის ის, რომ დღეს ჩვენ არ გვეშინია მოსახლეობასთან შეხვედრის, მოსახლეობას არ ეშინია ამ შეხვედრებზე მოსვლის და ჩვენ არ აგვაქვს იმისი განცდა, რომ შეხვედრიდან წასულ ადამიანებს დააპატიმრებენ ნარკოტიკს ან იარაღს ჩაუდებენ ან საერთოდ თავს გაუტეხავენ. ეს უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ დამეთანხმებით ეხლა ეს არ არის საკმარისი, ეს არის ის მინიმუმი, რაზეც საერთოდ წესით ლაპარაკიც არ უნდა ყოფილიყო. ვუფასებთ ამას ქართულ ოცნებას, მაგრამ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით სულ არ არის საჭირო ჩემი კომენტარების გაკეთება. ამოიღეთ ქართულ ოცნებაში შემავალი ყველა პოლიტიკური ძალის კომენტარები, რომელსაც ისინი აკეთებდნენ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს და თქვენ დაინახავთ რას ითხოვდნენ ისინი და ამბობდნენ რომ თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ეს იყო სიები, ეს იყო ბიომეტრიული პასპორტები. თქვენ თვით რომ ეს მოთხოვნები, რომელსაც მაშინაც აყენებდნენ და საარჩევნო კანონმდებლობამ გარკვეული ცვლილებები განიცადა, არ შესრულდა, არ გაუმჯობესდა. ასე თulis ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ასე თulis ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ასე თulis ყველა ასე ვთქვათ ოპოზიციური პარტია, მათ შორის ნაციონალური მოძრაობაც, ამას რა თუნდა ძალიან ბევრი ვთვლი თუ არ ვთვლი. აიღეთ ის დოკუმენტი, რომელიც დავით უსუფაშვილის ხელით არის დაწერილი და სადაც არის ჩამოთვლილი, რა უნდა შეცვლილიყო საარჩევნო გარემო, რომ ნორმალური ყოფილიყო და ვნახოთ სინამდვილეში რა შეიცვალა. მე ერთსაც გეტყვით, რომელ თავისუფალ და ასე ვთქვათ კონკურენტულ საარჩევნო გარემოზე ვლაპარაკობთ, ჯერ ერთი თუნდაც ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მე მოხარული ვარ, ძალიან პატივცემ ქალბატონ ხათუნას და დღეს წავიკითხე მისი ინტერვიუ, სადაც ის ერთმნიშვნელოვნად ლაპარაკობს იმაზე, რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არანაირი 3 მილიონი ამომრჩეველი დღეს საქართველოში არ ცხოვრობს. სამწუხაროდ 3 მილიონი მოსახლეობას კი არ არის საქართველოში არათუ ამომრჩეველი და დღეს ჩვენ მივდივართ საარჩევნო ყუთებთან ისე, რომ 3 მილიონი ამომრჩევლიანი სია გვყავს. გვაქვს ამავდროულად. მოდით შევხედოთ ელემენტარულ ქრონომეტრაჟს. დღეს ხოთაშორის ძალიან საინტერესო ფაქტის მოწმე გავხდი და გამახსენდა ნაციონალური მოძრაობის ხრიკები, როდესაც იგივე ვაკის პარკში, როდესაც მე ჩემ თანაგუნდელებთან ერთად მისული ვიყავი ვეტერანებისათვის მისალოცად, ისე დაამონტაჟეს რატომღაც ძირითადმა ტელეკამერებმა კადრები და ისეთი კადრი აიღეს, სადაც ან მარტო დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩანს ცალკე, ან მარტო მე ვჩანვარ ცალკე. მთელი გუნდი არსად არ ვჩანვართ, ეს თითქოს ხელოვნურად არის გაკეთებული. ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში სიუჟეტები ჩვენი
საარჩევნო შეხვედრების შესახებ არის რამდენიმე 17-18-20 წამი და მოდით შევადაროთ საარჩევნო გარემო თანაბარია, როდესაც გუშინ ჩვენ რუსთავი 2-ზე, სხვათა შორის პირველ არხზეც საკმაოდ დრო დაეთმო ამას, იმედზეც ასევე ძალიან დიდი დრო. რუსთავი 2-ზე 25 წუთი მიდიოდა ნაციონალური მოძრაობის ყრილობის პირდაპირი ეთერი, რამდენიმე დღის წინ იმედზე დაახლოებით 40 წუთი მიდიოდა ღარიბაშვილის მიერ ქუთაისში ჩატარებული ღონისძიება კოალიციის საარჩევნო კამპანიის გახსნისა და გვასმენინეს ყველა გამოსვლა, მათ შორის კრიმანჭული, მაშინ როდესაც ჩემი და ჩემი თანაპარტიელების პირდაპირი ეთერი ვერასოდეს ვერ იხილა ჩვენმა მაყურებელმა, ვერც მაშინ როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს სპორტის სასახლე გავავსეთ, ვერც ეხლა როდესაც დიმიტრი ლორთქიფანიძე წარვადგინეთ. არა უშავს, ამის და მიუხედავად, მე მინდა დავარწმუნო ჩვენი საზოგადოება, რომ მესამე ნომრის შემოხაზვის შემთხვევაში და მოსახლეობამ სამივე ბიულეტენში უნდა შემოხაზოს სწორედ ნომერი 3 ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია თბილისის მერად დიმიტრი ლორთქიფანიძე და რაიონებში ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატი, ჩვენ ნამდვილად მოვაწესრიგებთ ქვეყანას, ნამდვილად აღვადგენთ სამართლიანობას, ის უმსგავსობა, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, როდესაც პროკურატურა მუდმივად გაწმილებულ და სასაცილო როლში გამოდის, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ქმნის წესრიგს მუდმივად და ქვეყანაში არაფერი არ ხდება საერთოდ, გარდა აბსოლუტურად არაკომპეტენტური და სულელური ან მავნებლური განცხადებებისა, როგორიც მაგალითად გააკეთა ბატონმა ალასანიამ ახლა, აი ამ ვითარებაში რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ. კარგით, დიდი მადლობა. სტანდარტების შემთხვევაშიც კი მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს და აირჩევს მესამე ნომერს. დიდი მადლობა ქალბატონ ნინო, რომ გამონახეთ დრო და ჩაერთეთ ჩემთან ეთერში და გავაგზავნებ მე რეკლამის გარეშე, თუ არ ვცდები, კი რეკლამის გარეშე. ისევ თქვენთან საუბარს აუცილებლად კი უბრალოდ მინდა რომ უკვე სხვა თემაზე გადავიდე, აი ამ მოსმენების თემაზე. ერთიძიანდება მათქმევინეთ, იმიტომ რომ საზოგადოებაშიც კი არა მხოლოდ ისეთ გულხურვალე გულშემატკივრებში, როგორც აქ ხედავ მაგიდასთან, შეიძლება სოციოლოგიამ, როგორც ასეთმა დაკარგოს ნდობა მთლიანობაში. ამის დაზღვევა მინდა, იმიტომ რომ სოციოლოგია არის საზოგადოების სარკე. სოციოლოგიაში ჩაიხედავს ადამიანს და ტენდენციას მიხვდება რა ხდება და ამ ტენდენციის გათვალისწინებით იმოქმედებს შემდეგ. ესე რომ ამ სარკის გამრუდება ჩვენ გვავნებს და ამ სარკის არ გამრუდების პირობა არის ის, რომ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ის, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ატარონ სოციოლოგია ქვეყანაში. საკუთარი რესურსებით უნდა ჩატარდეს, ყავს ბრწყინვალე სოციოლოგები, ნებისმიერ ქვეყნის სოციოლოგიურ სკოლებს გაუთანაბრდება. ამის სურვილი არც ხელისუფლებას აქვს, არც ოპოზიციას, ბატონო. ამის სურვილი ყველა ქვეყანა ჯერ ერთი აქვს და თავისთვის მაინც აკეთებს. თავისთვის აკეთებს. ყველა ქვეყანაში საზოგადოებისთვის აკეთებს მედია. ოღონდ ეს მედია კრებს მოდით გადავიდეთ კიდევ ერთ კვირის მთავარ თემაზე ბატონებო. მედიამ იმის მაგივრად რომ NDI-ის კვლევებზე ერთი კვირა ელაპარაკოს, უფრო შედეგიანი იქნება და სასარგებლო შეიკრიბოს წამყვანი მედია ორგანიზაციების თავკაცები, დაიდოს ის თანხები, რომლითაც ეჭვი არავის არ შეეპარება ობიექტურობაში და საზოგადოება მოახერხებს თავის დადებას. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ამის ობიექტურობაშიც არავის არ შეეპარება. არ უებს მედია ყოველდღიურად, კარგით, მოდით გადავიდეთ გამოცხადების დღიდან შედეგების შეჯამებამდე და ამ შედეგების შეჯამებიდან ერთი თვის ვადაში ნებისმიერი წინადადება, რომელიც ეხება კვლევის პრეზენტაციას, უნდა მოყვეს აუცილებლად ინფორმაცია დამკვეთი შემსრულებლის გადახდილი თანხის, ჩატარებული მეთოდოლოგიის და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიღებთ რაღაც ნაწყვეტ. ამიტომ სხვათა შორის საარჩევნო კოდექსი დაჯარიმებას ითვალისწინებს ამისთვის. კარგით, ბატონებო, უკაცრავად ვაშასთან უნდა გადავიდე, ეხა შეკითხვით მოსმენებთან დაკავშირებით მინდა ასევე რომ მოვასწროთ საუბარი და თქვენი აზრი და აქ მსხდომი აუდიტორიის აზრიც გავიგო. რა ვიდრე გკითხავდეთ ამ საკანონმდებლო რეგულაციებზე, მანამდე რამდენად დამაჯერებელი იყო თქვენთვის აი ეს ვერსია, შუალედური ინფორმაცია, რომელიც პროკურატურამ გააჟღერა დღეს ამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. არის ძალიან პრობლემური არის საერთოდ ესეთ ჩემი აზრით ესეთი პასუხები. მე
ვისურვებდი რომ დასრულებულიყო კვლევ ეს ასე ვთქვათ გამოძიება და შემდეგ მიგვეღო სურათი, იმიტომ რომ აი როგორ ვითარება ხა დააკვირდით აქ. და კომპანიამაც თავისი რუსთავიორმაც თავისი ვერსია თქვა ამასთან დაკავშირებით ორივეზე. აქაც როგორი სიტუაცია ხა ჩვენ და ისეთ ადამიანების ხედან, რომლებიც კარგად არიან ჩახედული, აი ნებისმიერი საკითხი რაც უნდა დაისვას დღეს, ყველაფერი იწვევს ეჭვს. აბსოლუტურად ყველაფერი. სოციოლოგია არ გჭირდება, პარტიები რა საშინელებაა, არ გჭირდება, პროკურატურა საშინე ყოფილი ნაცები არიან, ვინ არიან, რას აკეთებენ, არ გჭირდება, არაფერი არ გჭირდება, ძალიან ესეთი რთული გარემო არის რაღაცა ერთ-ერთი ვიცით რომ პატრიარქი გჭირდება დანარჩენ ტოტალური უნდობლობის სიტუაცია. რატომ როგორ ფიქრობთ ბატონო? არ ვიცი ხა ამას აქ ძალიან ღრმას საფუძვლები აქვს, იმიტომ რომ მიჩვეულები ვარ ტყუილებს, უტყუილები გვესმოდა და ზოგადად ეს ვარდნაც სხვათა შორის, როცა ძალიან 98%-იანი პოლიტიკოსები ყავს და მე უცბად ნახევარი ხდება და მე ქვემოთ მიდიან, უკვირთ ხოლმე რომ აი რატო არის? იმიტომ არის რომ რატო ვეძებთ სულ რაღაც მესიებს, მე აღმოჩნდება რომ ის მესი არ არის და მე იმის აპირისპირო ხდება ის მესია და ნუ აი სულ ამ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. ეხლა რატომ დავიწყე ამით საუბარი? აი რა ხდება უყურეთ დღეს? ვინც ენდობა რუსთავიორს და ნუ თქვათ ან მიაჩნია რომ რაღაც კავშირშია ნაციონალურ მოძრაობასთან და ამის უკან ეს ინტერესი დგას, იმათ ჯერათ, რასაც ამბობს თქვათ ისე უპირობოდ რუსთავიორი. ვისაც არ უყვარს რუსთავიორი და გონია რომ რაღაცნაირად ეს დაკავშირებულია ნაციონალურ მოძრაობას, მე ხა შეფასებას არ ვაკეთებ, არის თუ არ არის დაკავშირებული, ხა მილიონჯერ მაქვს ნათქვამი, ამიტომ აღარ გავიმეორებ. იმა რაც არ უნდა თქვას, ხა რუსთავიორმა მაინც არ ჯერათ რუსთავიორის და უკვე წინასწარ არის ნებისმიერ რამე განწყვეტ. ხა ამას რა რეაქციები მოყვება, ხა დააკვირდით რა, მე რისი მეშინია. ეხლა რუსთავიორს აქ როგორც ასჯერი თქვა, კიდე დამატებითი, ასე ვთქვათ, კომპრომატებია თუ რაღაცები, მოპოვებულ ვიღაცამ მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროდან თუ არ მისცა შინაგან, მოკლედ აქ განაცხადა გენერალურმა დირექტორმა, რომ მაღალჩინოსნებს ეხლა ეს კავშირში არ არის, ხო, რუსთავიორთან. ეხლა უყურეთ რა მოყვება, ეს მივაყენეთ თქვათ რაღაც ესეთ სიტუაციაში, შეიძლება თვითონ ჩაიყენა ეგეთ სიტუაციაში, ეს ამაზე არ ვიმსჯელებ, გადმოყრიან ეხლა ეს 10 თუ 100 თუ რაღაცა კომპრომატი აქვს, ტელეფონები საუბარია თუ ვიდეო კადრებია თუ რაღაც. მერე ისინი გაიხსნება ეს პანდორას ყუთი. მერე აღმოჩნდება რომ სხვა ტელევიზიაში მიიტანენ, მერე კიდე სხვებზე და ამაზე აქვს საუბარი რომ საერთოდ არა ბევრ რამეში განცდა, მე მაგალითად ეგეთი განცდა მაქვს, რომ არანაირი იმუნიტეტი ჩვენ საზოგადოებას, მათ შორის მედიებს, მათ შორის აი პოლიტიკოსებისგან არა გვაქვს. აი იგივე რასაც ხათუნ ამბობდა რუსული საინფორმაციო აგრესია და საერთოდ ვართ ყურებს ვაბარტყუნებთ. რა ხდება? არაფერი არც არავინ არ იკვლევს რეალურად რა ხდება. თუ ვინმე იკვლევს, იმის არ გჯერა და ასე შემდეგ. ეხლა აი მოდით რა დავინახოთ. ეს კანონმდებლობა, რომელზეც თქვენც მუშაობდით, ბატონო ლაშა და რომელზეც მე გარკვეული შენიშვნები გამოითქვა და ბაცხადა. კი, მაინტერესებს, მოხდება თუ არა აი ამ პრობლემის მოგვარება. მე მგონია რომ თუ ჩვენ რეალურად არ დავინახავთ და ძალიან არსებითია რომ ამ პროცესში ჩართული იყო ძალიან ბევრი ადამიანი. მე იმედი მაქვს რომ პარლამენტში იქნება ძალიან გახსნილი დისკუსიები. ვიღაცები ხო არიან მოწინააღმდეგეები, მაგრამ არ ამბობენ რატო არიან ისინიც გამოვლენ სცენაზე. ვილაპარაკებთ და ჩვენ უნდა დავიჯეროთ რაღაცების, რომ ქმნით იმ სისტემას, იმ მოდელს, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს საფრთხეებს, რომელიც დღეს არსებობს და აგერ ხედავთ, რომ ესეც არავინ არ არის დაცული ხო ამ სიტუაციიდან, რომ ვის უსმენს, კერძო პირები უსმენენ, უცხოელი სპეცსამსახურები უსმენენ, უთვალთვალებენ, ხვალე გადმოიყრება რაღაც უბედურებები, არავინ არ ვარ დაცულები. ამიტომ ჩვენ გვჭირდება რა? ამ სიტუაციიდან გამოსავალი ეს არის, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა ერთი მხრივ და მეორე პრაქტიკა. ეხლა რატომ ვიძახი ამას? დღეს რა თამაშიც მიდის რუსთავიორთან? პირდაპირ თქვი რამდენჯერმე და კიდევ ვიმეორებ. მე მეჩვენება რომ ეს თამაში უფრო მეტად არის რაღაცა სპეცსამსახურებთან ან რაღაც აი ამასთან ან დაახლოებული თუ ამ კონკრეტულად მომუშავე ყოფილი თუ ახალი თუ არ ვიცი ხა აი ამ ადამიანების ხელწერას გავს, იმიტომ რომ შეუძლებელია
ამათ გარეშე გროვთ ახლა ჩვენ ვიყავით ერთად კომისიაში და ვნახეთ ხო ეს რაც იყო ამათ გარეშე ესეთი რაღაცები არ ხდება ეხლა ვის ამათ რა ინტერესი აქვს რატომ აძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გარკვეულ მასალებს არა მარტო რუსთავიორთან დაკავშირებული არამედ სხვა მასალებსაც ვინ არის ეს ხალხი იმიტომ რომ გავყვეთ ეხლა ყველაფერი არის გამოსაძიებელი და გამოსაშკარავებელი რა თქმა უნდა გამოსაძიებელია მაგრამ დავასრულებ თუ შეიძლება და რისი მეშინი ეხლა მე რა ეხლა რაღაც თამაში მიდის რომელსაც ჩვენ მივყვებით და ყვირით და წევთ ტემპერატურას რა ეხლა ეს რო გადმოიყრება ვიღაც ცნობილი ადამიანები გამოჩნდება თქვენ დარწმუნებული ხართ რომ გადმოიყრება ეხლა რაღაცები იცით რა ამის რისკები დიდია და ამიტომ ვიძახი რომ მედიები რას ვაკეთებთ ამ დროს ჩვენი იმუნიტეტი რა არის ჩვენ რა უნდა ვქნათ მაშინ ამ დროს ბატონო რა და არ უნდა გახდეს მედია პოლიგონი ვიღაცა ტიპების თამაშის რა რომელიც მიზანი რა არის არ ვიცი ანუ არ უნდა ვაჩვენოთ ასეთი ფარული ჩანაწერები უნდა დავждე დავილაპარაკოთ იმიტომ აბსოლუტურად ცუდი რაღაცები შეიძლება ამას მოყვეს და ვისი თამაშია და რა მიზანი აქვს ჩვენ ხო არ ვიცით რა გასაგებია ესეთი მასობრივად ასეთი ინფორმაციების გადმოყრა რას გამოიწვევს იცით დისკრედიტაციას გამოიწვევს ბევრი ადამიანის. მერე ბევრი თუ გამოჩნდა, იქ მართალი რომელია, დამონტაჟებული რომელი არ იცი, ვისი ხმა ვისა გავს არ იცი, სახე რა უნდა მილიონი მანიპულაცია შეიძლება. საფრთხეებზე არის სალაპარაკო და რაღაც ერთიანი პოლიტიკა შესამუშავებელი. აი ჩვენი ნაირი ტიპის ქვეყანაში, რომელში აი ყველაფერი ფარღალალა, მორყეულია, ძლიერები არც სპეცსამსახურია ძლიერი, არც პოლიტიკური ელიტებია ძლიერი, არც საზოგადოებას შეუძლიათ საკუთარი დავცვა. ასეთი რაღაცების თამაში შემოტანამ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები გამოიწვიოს. ამიტომ ვიძახი რომ ეს ინციდენტი რაც არის რუსთავიორთან დაკავშირებით, მე მგონია, უნდა ტემპერატურა კი უნდა აიწიოს, უნდა დაიწიოს. თუ აქვთ რაღაც მასალები, იქნებ ღირდეს დახურ სხვა რეჟიმებში რაღაც კომისია გაკეთეს, ამ პარლამენტში დაინტერესებს, ვიღაცები აჩვენონ, ჩაიკეტოს, უნდა კი უნდა გაიხსნას ეს თემა და ხუთი კი უნდა გავაღოთ, პირიქით უნდა დავკეტოთ, დავაწყნაროთ სიტუაცია და არ უნდა გავამწვავოთ პირიქით. ბატონ რამას, თქვენი აზრი მინდა მოვისმინოთ. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ მოსმენებთან დაკავშირებით აი ამ კამპანიას აქვს პოლიტიკური მხარეო და რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს ინტერესი, რომ ქართული ოცნება გამოიყვანოს მომსმენათო. რას ნიშნავს ეს? ანუ ნიშნავს იმას, რომ აი ამ კამპანიაში ჩართული თუნდაც არასამთავრობოები ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ატარებენ? ეს შენგეხებას ვარიანტი? კი, ეს შენგეხებას გულისხმობ. პოლიტიკური მხარე ხო გამახსენდა რომელი ინტერვიუ. პოლიტიკური მხარე აქვს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ის ატარებს ვინმეს ინტერესს. ჩვენ როდესაც ნაციონალურ მოძრაობაზე კრიტიკულად გამოვდიოდით რა, ივანიშვილის ინტერესს ვატარებდით? ისე რომ სიმართლეს თუ უთითებ, ეს არ ნიშნავს, რომ შენ ატარებ ვიღაცის ინტერესს. უბრალოდ პოლიტიკური მხარე აქვს და ეს პოლიტიკური მხარეა გასათვალისწინებელი. და რას გულისხმობდით მაშინ ამ პოლიტიკურ მხარეში? ამ პოლიტიკურ მხარეში ეგ არის, რომ რაც აჩვენა რუსთავიორის ამ ინციდენტმა. უფრო ზუსტად ახლა რეალურად რა მოხდა, აბსოლუტურად ვეთანხმები ლაშას, ჯერ თქვა ნამდვილად არ შეგვიძლია, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ენერგიით, მონდომებით, შთაგონებით აკეთებს ნაციონალური მოძრაობა და რუსთავიორი იმის ტირაჟირებას და აფიშირებას, რომ აი ქართული ოცნება უსმენს. რა თქმა უნდა, ეს მათ აწყობთ. იმიტომ რომ მათ წინააღმდეგ ბრალდებებში ერთ-ერთი წამყვანი არის ეს მოსმენები, მედიის შეზღუდვა და ამ შემდეგ და თუ ბრალდებებში ორივე ერთნაირი ცოდვიანია, ორივე ალტერნატივა, სახელმწიფო და ოპოზიცია. მაშინ ხო რაღაც გათანაბრდება სიტუაცია. აი ამავე ინტერვიუში თქვენ ესეთ რაღაცას აღნიშნავთ. 4G-ზე იყო ეს ინტერვიუ. ყოფილ ხელისუფლებას მოსმენების ფაქტები ედო ეკრანზე. დღეს ასეთ ფაქტები არ გვაქვს, ამიტომ უფაქტო ბრალდებასავით გამოდისო. ანუ ის რომ ეს ჩანაწერები არ ხდება ეკრანზე მასობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არ ხდება მოსმენები თქვენი არ ვიცი. მაგრამ იქ ვიცოდი რომ ხდება. ანუ ეხლა დარწმუნებული არ ხართ? არა, ეხლა არც ვერც ხოს ვიტყვი და ვერც არას. ელემენტალურად შესაძლებლობა არსებობს და ორგანიზაციები ლაპარაკობენ არა იმაზე, რომ ხდება
მოსმენა, არამედ იმაზე, რომ არსებობს შესაძლებლობა მოსმენის და ეს შესაძლებლობა უნდა დაიბლოკოს. ამიტომ ამ კამპანიას მეცეს იჟღერადობა, რომ იცით რა მოსმენები ისევ არსებობს, ეს მე მგონი ამ კამპანიასაც ცუდ საქმეს უშვება და ჭეშმარიტებასაც, იმიტომ რომ არ მიყვება მაგას საზოგადოება ისეთ დაჯერებულად, როგორც ნაციონალების წინაშე წაყენებულ ბრალდებას. ელემენტარულად ჩვენ საზოგადოებას არ გვაქვს ის განცდა, რომ გისმენენ, იმიტომ რომ მაშინ ეკრანზე იყო, ეხლა ეკრანზე მაგალითად არ არის. ხათუნას აზრიც მინდა მოვისმინო და რამდენად დამაჯერებელი იყო, ან თქვენ როგორი განწყობა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს განაცხადა პროკურატურამ, ასევე ამ კომპანიამ და როგორ ფიქრობთ, ეს განცდა რამდენად არის დღეს საზოგადოებაში და რამდენად აქტუალურია ის კამპანია, რომელიც არასამთავრობოებმა წამოიყვანეს? აქტუალური მთელ მსოფლიოში არის ისე ჩვენში დარჩეს. გავიხსენოთ რა ხდება მსოფლიოში ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოები გადაიკიდნენ ერთმანეთს. ხათუნას პასუხი მინდა. ხო, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მე ბატონ რამას რაღაც კონკრეტულ მონაკვეთში არ დავეთანხმები, დიახ გვისმენენ, მე ამაში დარწმუნებული გახლავართ და საკმაოდ ფართო მასივ შეიძლება არა მთელ საზოგადოებას და ნამდვილად არ არის ეს ისე რომ როგორც წინა ხელისუფლების დროს ყველას ჰქონდა პანიკური შიში და განცდა იმისა, რომ ნებისმიერ ოჯახს ნებისმიერი სოციალური ფენის, ნებისმიერი ჯგუფის თუ საზოგადოებრივად მეტნაკლებად აქტიურს ყველას უსმენდნენ, ყველას ჰქონდა ამის მასობრივი განცდა. დღეს რეალურად საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ფიგურებს მათ ვისი აზრით მეტნაკლებად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, მათ უსმენენ. და ხა ფაქტების მოტევას მომთხოვთ რა, ვიცი რომ ამის უსმენენ. საფუძველს რა გაძლევთ თქვენ? ვიცი რომ უსმენენ და ისე ასევე იცი ჩემმა ძალიან ბევრმა კოლეგამ. რაც შეეხება ამ თემის მე მუდმივად ცხოვრობ ამ განცდით, რომ ყველა ჩემი ნაბიჯი იციან, ყველა ჩემი სატელეფონო საუბარი იციან, ისევე როგორც ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა, ჩემმა კოლეგამ, საზოგადოებრივად აქტიურმა ფიგურამ. აი ხო ამ რაღაც ძველიდან გაქვთ. არა, მე ხა ილუზიების ტყვეობაში და ემოციების ტყვეობაში არ გახლავართ. ეხლა გაცილებით ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა მე როგორც უსაფრთხოების სპეციალისტი მიმაჩნია, რომ მოსმენები სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის აუცილებელ შემთხვევებში უნდა ხორციელდებოდეს, მაგრამ უნდა ხორციელდებოდეს კანონის ფარგლებში და არა ისე ვისაც უნდა და როგორც უნდა განუკითხავად ისმენდეს ყველას და მე საღამოს ამით ერთობოდეს პირადი თუ ესე ვთქვათ საზოგადოებრივი საუბრებით. ეხლა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ლაშამ წამოჭრა, ეს არის უნდობლობა ყველასა და ყველაფრის მიმართ. დღეს საზოგადოება არის უმძიმეს მდგომარეობაში. საქართველოს საზოგადოება დარჩენილია მორალური საყრდენების გარეშე. ავტორიტეტების გარეშე დემორალიზებულია საზოგადოება და ეს არის ყველაზე მძიმე რამ გარეშე მტერთან, როდესაც შენ პირისპირ აღმოჩნდები. არ აკავს მორალური საყრდენი, მორალური ლიდერები არ აკავთ და ეს არ არის შემთხვევითი პროცესი. ეს დაეწყო წინა ხელისუფლებამ, როდესაც ძველი ელიტები ჩარეცხილად გამოაცხადა და რეალურად ჩარეცხა. იყო თვითონ გააგრძელა ამ ხელისუფლებამ. მოგახსენებთ. ყველგან სადაც საკომუნიკაციო არხი იყო, უნივერსიტეტებში, მედიაში, ასე შემდეგ, საიდანაც ინფორმაცია მიდიოდა ახალგაზრდებთან თუ ზოგადად საზოგადოებასთან, წინა ხელისუფლებამ ჩაანაცვლა ძველი ელიტები და შექმნა ახალი ფსევდო ელიტები. დღეს რა ხდება ხელისუფლებაში? დღევანდელი ხელისუფლებაც მე თამამად ვიტყვი, რომ აგრძელებს იმავე ტრადიციას. კერძოდ როგორ აბსოლუტურად ცდილობს რომ მედია გახადოს, მედიის მიმართ აბსოლუტური უნდობლობა დაამკვიდროს საზოგადოებაში. მედია არის არაპროფესიონალი და მედია არის სუბიექტური. ისევე როგორც, ასე ვთქვათ, ჩვენი თანამეგობრობის მიმართ, ანუ ექსპერტების თუ ასე ვთქვათ, ანალიტიკოსების მიმართ ზუსტად იგივე კლიშეს დამკვიდრებას ცდილობს და ცდილობს ძალიან მყარად უკვე რამდენიმე თვის განმცდელობა თქვენთვის. რა შევლინდება, როგორ პირდაპირ იძახიან, რომ ექსპერტები ვართ სუბიექტურები, ექსპერტები ვართ არაკვალიფიციურები და ასე შემდეგ და ასე. იმიტომ რომ ყველა პოპულარული სახის, ყველა პოპულარული საკომუნიკაციო არხის, ასე ვთქვათ, განეიტრალების მცდელობა აქვს. ერთი რამ არ კიდე საინტერესო. საოცრება გახლავთ ის, რომ თელევანდელი ხელისუფლება თვითიზოლაციაში მოექცა. თვითონ ჩაიყენა თავი ისე, რომ ყველა საკომუნიკაციო არხი, აი იგივე ექსპერტულ საზოგადოებასთან გრებავთ ეს ექსპერტები, დავანებოთ ამ ექსპერტებს თავი რაღაც შეიძლება ამბიციურად ჟღერდეს მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტებთან, მაღალი კვალიფიკაციის მქონე საგარეო პოლიტიკის სპეციალისტებთან და უსაფრთხოების სპეციალისტებთან და ასე შემდეგ. კომუნიკაცია არ არსებობს. კომუნიკაცია არის ნული.
და როდესაც ჩვენ სრულიად ლეგიტიმური კითხვები არა, პირდაპირ უკავშირდება ამას. როდესაც ჩვენ გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვები, მაგალითად მე როგორც უსაფრთხოების სპეციალისტი, ქვეყნისთვის ასაცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებზე. და ეს არის ისეთი ტიპის თემები, რომელზეც პასუხი ხელისუფლებისგან უნდა მივიღო და კომუნიკაცია არ არსებობს. მე იძულებული ვარ თუ ვალდებული იძულებული ხარ ტელეფონში იმაპარაკო რომ გაიგო, ხო? არა, ტელეფონში. კარგი, დავამთავრებ დაასრულეთ და კახას აზრით და მე აუდიტორია, თორე დრო აღარ დამჭირდა. ეს კითხვები, რომელიც თქვათ შეიძლება საჯაროდ გაჟღერდეს, საჯარო სივრცეში გავსვათ, ხო? იმიტომ რომ თვლით რომ ამ საკითხებს უნდა ეშვებოს. ეს დამატებით აგრესიას იწვევს მე ხელისუფლების მხრიდან, როგორ სვამ შენ ამ ტიპის კითხვებს და როგორ აქვს შენს კითხვებს კრიტიკული ინტონაცია. ანუ კრიტიკის მიუღებლობაზე საუბრობთ. შეუძლებელი ასეთი რამ, ეს საკომუნიკაციო არხები უნდა გაიხსნას, იმიტომ რომ ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება და არავის არ კონდეს ილუზია, რომ ეხლა თუ ხელისუფლება სურს რომ და იმედია გაითვალისწინებენ ამ კლიშეებით საზოგადოებას დაგვაპირისპირებენ მედიას და ექსპერტებს და ყველას ერთიანად ჩაგვეცხავენ, ეს ვერ მოხდება, ნამდვილად ვერ მოხდება. ჯობია ისევ ამან თანამშრომლობის ფორმატი მიიღოს ხელისუფლებასთან. ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებისთვის ასე ჯობია. კახა, ისევ მოსმენების თემა მინდა გავაგრძელოთ და პროკურატურის განცხადება, გამოძიება როგორ ფიქრობ რა შედეგით დასრულდება და აი ეს უნდობლობაზე იყო საუბარი, ლაშად საუბრობდა, ხათუნად საუბრობდა ამაზე. რატომ არის მაინც აი ეს უნდობლობის მომენტი, რატომ არის ამაზე აქცენტი გაკეთებული, როგორ ფიქრობ? ხელისუფლებამ არაფერი არ შეცვალა რადიკალურად და სიღრმისეულად, რაზეც თვითონ აკრიტიკებდა. ნებისმიერი დარგი ავიღოთ, ნებისმიერი, რომელიც გინდათ, ეკონომიკა, საგადასახადო, სისხლის სამართალი, საარჩევნო, სადმე განხორციელდა სიღრმისეული რეფორმა. მოდით ესე ვთქვათ, რომ აგერ წეგან საუბრობდით, რომ აი ხო აღარ გვცემენო და ეს უკვე კარგია. ამ ხელისუფლების ეს ხელისუფლება არ შეიცვალა, როგორც დაუშვათ დასავლეთში ერთი პარტია ცვლის მეორე პარტიას და ეს ჩვეული მოვლენა ხო? ეს ხელისუფლება შეიცვალა იმ არჩევნების შედეგად, რომელსაც ერქვა მე მინდა მიშა და მე არ მინდა მიშა არა ვიზუალურად, არამედ მიშას მართვის სტილი, მიშას დამოკიდებულება საზოგადოებას და ასე შემდეგ. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი კარგად მოირგო, მათ შორის არჩევნო კოდექსის და იძახის რომ აი რამოდენიმე ფასადურ ცვლილებას ჩავატარებ და არ გცემ. თან ჯერ საცემი არ ხარ, მაგრამ ჯერ მეც არ გცემ. მაგრამ აქ მეორე მომენტია, მოლოდინი არის დიდი. მოლოდინი იყო დიდი უბრალოდ, ხო? საზოგადოების მხრიდან რეფორმების ჩატარების. აქედან გამომდინარე, აი იგივე ახლა, რაზედაც ჩვენ საუბრობთ მოსმენების თემა. ეს ხომ ჩვენ თვითონ არ მოვიფიქრეთ, არ მოვიგონეთ. დაგვიძახეს, გვითხრეს, რომ აგერ ბატონო 27000-ზე მეტი ჩანაწერია, ვიდეო და აუდიო ფაილი, რომელიც იქნა მოპოვებული უკანონოდ დანაშაულებრივი გზით. აგვიხსნეს, რომ იმდენად გამარტივებულია ტექნოლოგიები მოსმენის, რომ შესაძლებელია ძალიან ბევრ ადამიანს ერთიანად მოსმენა. აი მაინტერესებს რა უნდა გაკეთდეს კახა? დავამთავრე. ხო, დაასრულე და ამიტომ გვეუბნებიან მეორეს, რომ იცი რა, ჩვენ ტექნიკური შესაძლებლობა დაგვჭა თქვენი მოსმენის ასეთივე მასშტაბებით, როგორც გისმენდნენ. მაგრამ ჩვენ უკეთესები ვარ და არ მოგისმენთ. ახლა ჩვენ ვეუბნებით, თუ არ გინდა, შენ თუ უკეთესი ხარ, მოდი მაშინ სანამ დროა, სანამ შენ უკეთესი ხარ ხელისუფლებაში, მოდი სანამ დროა გავამკაცროთ მოსმენების შესაძლებლობა და ამავდროულად სანქციები, რომ შემაკავებელი ეფექტი კონდეს ასეთი ტიპის დანაშაულება უზრუნველყოფს მაგას. პირველ რიგში, რომელზეც უნდა იმჯეროს, ხა ნებისმიერი კანონის დარღვევა შესაძლებელია. ახლა მკვლელობა იცით რომ ისჯება, მაგრამ მკვლელობა მაინც ხდება. ახლა მაქსიმალურად ვერ იტყვი. მაგრამ ჩვენ მეორე უკიდურესობაში ვართ. რა თქმა უნდა, კანონმდებლობას ექნება პრევენციული, ძალიან სერიოზული ბერკეტები, იმიტომ რომ დრო იყო, როდესაც მაგალითად რაღაც ავტოავარიაზე მოხდებოდა ავტოავარია, დაეჯახებოდა B-ს და იმ ავტოავარიის საქმეზე უსმენდნენ ნახევარ თბილისის პოლიტიკოსებს. ზუსტად შეგან მინდა მოვისმინო ეს, რომ აი ამ კანონმდებლობით რამდენად უზრუნველყოფილი შესაძლოა იყოს ის, რომ აი დაცული იყოს ერთის მხრივ, რაზეც ხათუნად საუბრობდა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები და ამავე დროს პირადი ხელშეუხებლობა. აქ არ არის მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების საუბარი. კანონი ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის კოდექსი იძლევა საშუალებას კანონი დადგენილი წესით მოსმენა განახორციელო, ფარული მიყურებაც განახორციელო, მაგრამ ჩვენთან იმდენად ტექნიკურად მოშლილი იყო ეს საკითხი და იმდენად დიდი, აი რაც უფრო იაფდებოდა სათვალთვალო აპარატურა, მით უფრო მეტი ჩნდებოდა თბილისში. და კანონიერი როგორ უნდა შინაგან საქმეთა მინის დღეს რო ექნება განცდა, რომ შეიძლება მისმენენ, აბა ნორმალური მდგომარეობაა, როდესაც გამოდის მაგალითად პრემიერი და აცხადებს, რომ იცით რა, აი წაღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროდან რაღაც პორტატიული აპარატები, ჩვენ არ ვიცით სად არის
და ვიღაცა შეიძლება ამ აპარატით გისმენთ. ახლა ეს ნორმალურად ამავდროულად სურვილი არ უჩნდებათ, რომ იმდენად სერიოზულად გაამკაცრონ თუნდაც პრევენციის შემთხვევაში, ხო, რომ სურვილი არ გაჩნდეს. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად რუსთავი 2-თან დაკავშირებით. როდესაც ასეთი ფაქტი არის, მე ვფიქრობ, რომ შუალედური განცხადებები არ უნდა გაკეთდეს. პროკურატურა არ არის რაღაც ტელევიზია, რომ კვირაში ერთხელ განცხადებები გააკეთოს თან იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც აწყობს, იმიტომ რომ შედეგი პროკურატურის საზოგადოების ინტერესი არის, იცით რამდენ საქმესთან დაკავშირებით? მუხროვანი, გვირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი, 1,300,000 საქმეზეა საზოგადოების ყურადღება, მაინც და მაინც აი ეს საქმე ამოერჩეს. ამიტომ პროკურატურამ ანონსებით კი არ უნდა იყოს დაკავებული. პროკურატურის საქმიანობის შეფასება შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილებით. შედეგით. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი თუ არა, დავამთავრებინე. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი თუ გამოვა, ეს ნიშნავს იმას, რომ პროკურატურის ვერსია არის სწორი. უბრალოდ, როდესაც ასეთი ტიპის საკითხზე ჩვენ საუბრობთ, ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავაცნობოთ, რატომ გაჩნდა უნდობლობა ამ ხელისუფლების მიმართ, ხო? აი მოდით, როდესაც სოციალურ ქსელში, კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში რაღაც ვიდეო ფაილი მოხვდება ისეთი, რომელიც წესით უნდა კონდეს მხოლოდ და მხოლოდ სპეცსამსახურებს და შემდგომში შენ პოლიციას ეუბნები, კი ბატონო, ეს გამოიძია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც გამოიძიე რა, ვინ დადო სოციალურ ქსელში ეს ხო 5 წუთის ამბავია IP მისამართის დადადგინა და თუნდაც მინიმუმ რომელი ქვეყნიდანაა აკეთებული. ანუ შედეგების არ დადებამ გამოიწვია ეს უნდობლობა. აქედან გამომდინარე ასოცირება ჩდება, რომ ტაქტიკურად არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ ის ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ გისმენ და ამას ყოველდღიურად დემონსტრაციას ახდენდა, ესენი არ გვეუბნებიან, არა, მაგრამ შეიძლება აუდიტორიისთვის აღარ მრჩება დრო ხათუნა მაპატიეთ თუ ვინმეს გსურთ. მხოლოდ რატო შეიძლება, რაც შეეხება რუსთავი 2-ის თემას კონკრეტულად, მე ვფიქრობ, რომ არის უამრავი კერძო დაცვის სამსახური, სადაც მუშაობენ პროფესიონალები, ვინც ადრე სპეცსამსახურებში ანალოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ და მოხდეს, ასე ვთქვათ, კერძო გამოკვლევა ამ საქმის, აი ამ პროფესიონალების მონაწილეობით. უკაცრავად, ეხლა შეიძლება ჩართულობა ასახად საზოგადოებრივი ლობიზმი. ყველა მათი ხელი ვისაც გსურთ აზრის გამოთქვა, რამდენად მოვასწრებ ბოდიში კამპანიის და რუსთავი 2-ის ხელმძღვანელთან დაუშვათ კორპორაციული გაწმენდა მიმდინარეობდა ოფისის, როგორ შეიძლება რომ კერძო კომპანიამ დაურეკოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და ის მოვიდეს და ამოწმოს კერძო კომპანია. მოსმინოთ ამ ადამიანებს, მათ რა განცდა აქვთ ამათთან დაკავშირებით, თulit ვთქვი რომ გისმენენ და ზოგადად ყველა იმ თემაზე. ოღონდ მოკლედ თუ შეიძლება. მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს, მივესალმები სტუდიაში მყოფ სტუმრებს, მოგესალმებით ყველა თქვენთაგანს. რა თქმა უნდა გვისმენენ, რა თქმა უნდა გრძელდება მოსმენები. ეს არ არის არავისთვის საიდუმლო, რომ მას შემდეგ რაც შეიცვალა ხელისუფლება, ეს მოსმენები გრძელდება. რა თქმა უნდა თვითონ ხელისუფლების მხრიდან განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც ის აპარატურა არის გატანილი და არ წარმოადგენს მე მგონი საგამოძიებო ორგანოებისათვის ამ აპარატურის ადგილმდებარეობის დადგენას სერიოზულ პრობლემას, როდესაც მათ ხელშია ყველაფერი, რა თქმა უნდა ეს ტოვებს იმის ეჭვს, რომ გვისმენენ, მაგრამ პირადად მე ვიცი ზუსტად, დარწმუნებით ვიცი, რომ პირადად მე მისმენენ. მინდა ასევე შევეხო იმ თემებს, რა თემებზეც ისაუბრეთ ძალიან მოკლედ. ამ ადგილობრივ არჩევნებზე მე ვიყრი კენჭს გლდანის რაიონში, კერძოდ მუხიანის მუნიციპალიტეტში, ეს არის ძალიან დიდი და ძალიან დასახლებული რაიონი, 42,035 მხოლოდ ამომრჩეველია და 100,000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანთან მიწევს შეხვედრები და აუცილებლად მინდა შევეხო კვლევებს, რომელ კვლევებზეც იყო საუბარი, აქ იყო NDA-ის კვლევაზე საუბარი და პირდაპირ მინდა ვთქვა ხალხის აზრი მინდა გავაჟღერო თქვენს ეთერში. ძალიან მოკლედ გავაჟღერებ, ეს არის პირდაპირ ჩვენი მოსახლეობის დაცინვა. ეს კვლევები და მისი შედეგები და ასევე მინდა გავახსენო ყველას ის, რომ ზუსტად ეს ორგანიზაცია იყო, რომლის კვლევაშიც ვანო მერაბიჩულს, სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელიც გლდანის ციხეში იყო სასაჯელს, საქართველოს პატრიარქზე დიდი რეიტინგი ჰქონდა ამ კვლევაში. აი ეს მინდოდა მეთქვა მადლობთ. გრიგოლ გაგნიძე, არასამთავრობო სექტორი. რაც შეეხება კამპანიას, ისე გვისმენენ ამ საკითხთან მიმართებაში, ხა სპეცსამსახურებს რა თქმა უნდა გააჩინათ ის სპეციფიკა და უფლებამოსილება, რომ უნდა უსმინონ ხალხს, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორის იმ აზრის გამცობას, რომ გვისმენენ, ფიქრობთ ძალიან ცუდი ქვეცნობიერში საზოგადოებაში ტოვებს ძალიან ცუდ ლაქას, რომ ესე შიშის სინდრომის გამეორება ფაქტურად იგივე შიშის სინდრომი არ გავამეოროთ, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ხდებოდა. ამიტომ ამ თემის ხშირად გამეორებას ფიქრობ სამოქალაქო სექტორი ფრთხილად უნდა მოეკიდოს. NDI-ის კვლევებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ვიზიარებ
სამოქალაქო საზოგადოების და აღწარმოებული კოლეგების აზრს არ ვენდობ NDI-ის კვლევებს. დიახ, თუნდაც იმიტომ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გავიდა და რატომღაც პოლიტიკოსების რეიტინგში აღმოჩნდა დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეს სულად გაუგებარია სპეციალურად თუ რატომ ბატონი აგერ კი ბრძანეთ. რაც შეეხება მოსმენებს, მე მინდა ამ თავრობას უთხრა, რომ მოგვისმინონ. რო არ გვისმენენ, ეგა უბედურება. თუ არა, რო გვისმენდნენ, ცოტა სხვანაირად მოიქცეოდნენ. რაც შეეხება კვლევებს, კვლევები საერთოდ ამზადებს საზოგადოებას არჩევნების გაყალბებისთვის. წინა არჩევნებზე ზუსტად ასე ჩაატარეს გამოკვლევები და შედეგად მივიღეთ გაყალბებული არჩევნები. ახლა რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს. თავდაცვის სამინისტროში ახლა აქ საუბარი იყო, წინა გამოსვლელი გამოვიდა, ისაუბრა იმაზე, რომ თუ როგორ წინსვლა არის თავდაცვის სამინისტროში. როგორ შეიძლება წინსვლა იყოს თავდაცვის სამინისტროში, როდესაც თავდაცვის მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებებს სვლის. ელემენტარულად ქვეყანაში თუ არ დარეგულირდება კანონმდებლობა და არ მიეხედება ამ საკითხებს, არაფერი არ გვეშველება. დიდი მადლობა. ქალბატონი, თქვენს უკან თუ შეიძლება მას მიაწოდეთ, დიახ, თეთრი. მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ჩვენს ვეტერანებს. მე ერთ რამეზე მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა, რომ ის დამოკიდებულება დღეს რაც რუსთავიორს და ნაციონალთან მიმართებაში ვახსენებს არ არის შემთხვევითი საზოგადოების თვალში არის სრულიად პრაგმატული მატერიალისტური მათ რაც სჭირდებათ ის მიაჩნიათ მხოლოდ ჭეშმარიტებად და ეს კარგად ჩანს და მინდა გამოეხმაურო ქალბატონ ხათუნას რომ თქვენ ნამდვილად არავის არ გონი ხართ ცუდი ექსპერტი თქვენ არაჩვეულებრივი ექსპერტი ხართ და დიდი პატივით ბატონი რამაზის წინაშე აგდეთ მადლობთ მე ქალბატონსაც მივდიახ გთხოვთ. პირველ რიგში მინდა ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია გამოვხატო, იმითი რომ ეს არის ჩემის აზრით ფარული მოსმენები რუსთავიორზე აგორებული შავი პიარი წინასაარჩევნო ხელისუფლების მიმართ. მაგრამ აქ სამწუხაროდ არ გაჟღერდა ერთი პრობლემა, რაც გვარამიას პრესკონფერენციის მიერ ჩემში დარჩა ძალიან ცუდი ასოცირება. ანუ მან განაცხადა, რომ წყარო იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ეს ნიშნავს თუ არა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი ძალოვანი სტრუქტურები დგანან ძალიან დიდი საფრთხის წინაშე, რადგანაც იქ მომუშავე პიროვნება გასცემს იმ ინფორმაციას, რაც ფაქტიურად არის დაფარული ფართო საზოგადოებისთვის და არის თუ არა უკვე დრო, რომ ეს ლოიალობა ცოტა შედარებით გაამკაცროს ხელისუფლებამ და ძველი კადრები ის რაც მონაშტი არ ნაციონალური მოძრაობიდან შეცვალოს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ დრო აღარ დამრჩა. სამწუხაროდ ევროვიზია გვაქვს წინ და ამიტომ მაფრთხილებენ უკვე. მე მაპატიეთ, შემდეგ გადაცემაში აუცილებლად ვინც დღეს ვერ მოახერხეთ აზრის გამოთქმა, ბოდიშს ვიხდი, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ამისთვის. გადაცემა დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა რომ გვიყურეთ. ერთმანეთს 4 შაბათს ისევ 22 საათზე შევხვდებით. ეს